გამარჯვებით ვიყოთ მეგობრებო. ეს არის გადაცემა ფიქრია მოძრაობებული მომავალია, მოქმედების დროა. დიდი მადლობა რომ ვართ ერთად. ვინც გვიყურებს, ჩვენი გადაცემა ყოველთვის გადის სამშაბათს 9 საათზე, მაგრამ დღეს გადავწყვიტეთ რომ ცოტა ადრე დავიწყოთ, რადგან 9 საათზეც ალბათ ეს გადაცემა იქნება ეთერში, დღეს ძალიან სერიოზულ და ძლიერ საკითხებს ვსაუბრობთ. და ბატონ დიტო ჩუბინიძის გადაცემა უნდა ყოფილიყო ამ პერიოდში. მივესალმებით აქედან ბატონ დიტო ჩუბინიძეს, რომელიც ვანშია ეხლა და ესე იგი სექტემბრიდან იქნება ძალიან ძლიერი გადაცემა არა მარტო მისი, არამედ სწორედ აგვისტოს თვეში ცოტა შენელებულია ყველგან და მეცნიერთა კონგრესი ემზადება სექტემბრისთვის, 1 სექტემბრიდან ყოველ საღამოს არა მარტო 4, შეიძლება გაცილებით მეტი და ძალიან სერიოზული, ძლიერი გამოსვლები იქნება. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩვენთან მონაწილეობს, ვინც გვიყურებს, ვინც უწევს რეკომენდაციას რომ სხვებმა ნახონ, ვინც უწევს რეკომენდაციას რომ ტელევიზია ქართულ ტელევიზიას უყურონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვინც ეხმარება ქართულ ტელევიზიას და გვერდში უდგას, ეს უფლისგან იქნება დალუცვილი, იმიტომ რომ ერთადერთი ტელევიზია ქვეყანაში, რომელსაც პრაქტიკულად არავით არის ფინანსები და ჩვენ როგორც იტყვიან საკუთარი ჯიბიდან კაპიქს თეთრს ვადებთ და ამის საშუალებით გავდივართ პირდაპირ ეთერში. მადლობა ყველას, ვინც ამ პროცესს უდგას გვერდით. დღეს ჩვენ ბევრი საინტერესო რამ გვაქვს, ჩემთვის ძალიან კარგი და ეს სიურპრიზი იქნება ყველასთვის, რომ ნახოს წიგნი გამოვიდა ემიგრანტი, რომლის ავტორი ქალბატონი ლუარა ნიჟერაძე აქ გახლავთ, რომელიც წლების განმავლობაში იტალიაში მეცნიერების დოქტორი იტალიაში მოღვაწეობს, გადაარჩინა ოჯახი, ახლობლები ყველანი ამ პერიოდით, მაგრამ დიდ საქმიანობას ეწევა, როგორც იქეთ, ასევე ჩვენთან მეცნიერთა კონგრესის ერთ-ერთი მთავარი სათავეებში მდგომი პიროვნებაა, ასევე როგორც ჩვენი მოძრაობის გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ, აი აქ ერპიმი ამ ფონდის ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი და დირექტორი იყო პირველი, დღეს მის დირექტორი ბატონი ბახში ჟვანია გახლავთ, ორთავესთან ერთად ვართ, შეიძლება შემოგვიერთდეს ბატონი ირაკლი მაჭავარიანი, რომელიც სააქციო საზოგადოება ქართულის დირექტორია. ჩვენ ეს წიგნი არის უმნიშვნელოვანესი რამ. მე დიდი ხანია ამ წიგნის თაობაზე ვარ კურსში, ბევრი რამ ვიცი, მეცნიერთა კონგრესის ძალიან ბევრი მასალა გამოქვეყნებული აქ ამ წიგნში. დღეს შედგა გარკვეულწილად მისი პრეზენტაცია ბატონმა ჯუბაღებელმა და ბატონმა გვიაკაშილეკვაშილევამ, რომლებმაც წინასიტყვეობა და რედაქტორები არიან ძალიან ქალბატონ ლუარასთან ერთად. ეს დევს უკვე ალბათ დაიდება დღეს ტელევიზიით წავიდა. ბატონო ირაკლი, ჩვენ თქვით რომ ჩვენ შემოგვიერთებით, აგერ მობრძანდით, შემოგვიერთით. ბატონი ირაკლი მაჭავარიანი, როგორც მოგახსენეთ, სააქციო საზოგადოება ქართულის დირექტორი გახლავთ. მოღვაწე კაცია, ძალიან სერიოზული, ენციკლოპედიური განათლებით, როგორც ვამბობთ ხშირად. ეხლა რაც შეეხება ამ წიგნს, ეს მართლაც მნიშვნელოვანია, კარგი შენაძენია და დიდი მადლობა ქალბატონ ლუარას, როგორც მეცნიერთა კონგრესის წევრს, რომ ასე თავი მოუყარა ყველაფერს, გააერთიანა და მე რამდენადაც ვიცი, აქ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა ისტორიებიც არის. კი ბატონო. ჩვენ შეიძლება ძალიან მოკლე რამ თხოვოთ შემდგომ ქალბატონ ლუარას და სხვებს ამ წიგნის თაობაზე ვისაუბრებთ ალბათ, მაგრამ ხوارჯობია ქალბატონო ლუარა და ესე თავში ჩვენ ცოტა სხვა ის გვაქვს მე პროგრამაში და თქვენ მიესალმოთ კიდევაც, სამწუხაროა რომ ხვალ მიბრძანდებით და ეს ძალიან ცუდია რომ მეცნიერების დოქტორია, ესეც საჭირო ქალბატონი, რომელიც აქ უფრო მეტად გჭირდება თავისი განათლებით, მომზადებით, პრინციპულობით, ადამიანებთან ურთიერთობით, იძულებულია კვლავ დაბრუნდეს იტალიაში. ძალიან ქალბატონო ლუარა. მოგესალმებით ბატონო თემურ, ბატონო ბახში და ბატონო ირაკლი. მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ თქვენს გადაცემაში და მადლობა რომ ჩემი წიგნის წარდგინებას უთმობთ დროს. ეს წიგნი 2017-დან დავიწყე ამ წიგნზე მუშაობა და მას
წამზღარებული აქვს მეცნიერთა კონგრესის თავარი პოსტულატი ჩვენ საქართველოს გვაძლიერებს, ჩვენ საქართველოს ვაძლიერებთ, რომელიც მეცნიერთა კონგრესის ემიგრანტთა პროგრამაში აქვს ჩასმული და მე ეს გამოვიყენე მეცნიერთა კონგრესის ნებართვით. იმდენად გამდენადაც მეც მეცნიერთა კონგრესთან ერთად თანამშრომლობდი და ჩვენ ერთობლივად ღონისძიებები ჰქონდა ჩატარებული, მე არ მინდოდა ეს მასალები დაკარგულიყო და მეც როგორც ერთ-ერთი მონაწილე უფლება მოვიპოვე მეცნიერთა კონგრესიდან, რომ ეს მასალები გამომეყენებინა და შემეტანა აი ამ წიგნში და სწორედ აი ეს მასალებიც ემიგრანტთა ყრილობის და თქვენ მეცნიერთა კონგრესის წევრების მოგზაურობა ფლორენციიდან რომ დაიწყო, აი ეს მასალებიც მთლიანად შეტანილი არის. შემდეგ თქვენი ნებართვით, მეცნიერთა კონგრესის ნებართვით, მე ამ წიგნშივე შევიტანე ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა. კარგია, ერთად შევიმუშავეთ. ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა შევიტანე, იმიტომ რომ მაშინ ემიგრანტთა მოძრაობამ და ემიგრანტთა ყრილობამ აი ამ ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინას მხარი დაუჭირა, უამრავმა ემიგრანტმა ხელმოწერა გააკეთა და რომ არ დაკარგულიყო ეს ისტორიული დოკუმენტი და ის ისტორიული მომენტები, რაც მაშინ ემიგრაციამ გააკეთა მეცნიერთა კონგრესის გვერდზე დგომით, ამიტომაც ეს ყველაფერი შევიტანე ამ წიგნში და ისტორიად ვაქცია. აი აქ არის სწორედ აქ მეშვიდე თუ მერვე თავია, უკაცრავად მერვე თავია ემიგრანტთა მისალმება მეცნიერთა კონგრესს გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ. ეს არის ბოლოში დართული თავისი დოკუმენტური მასალებითა და ფოტომასალით. აი ამ წიგნში შესული არის ასევე 13 ემიგრანტის ცოცხალი ისტორია. ძალიან ცნობილი ემიგრანტებიც არიან, წარმატებული ემიგრანტები, წარმატებული მოღვაწეობით და არიან ასევე ემიგრანტები, რომლებმაც არც თუ ისე მარტივად გაიარეს ეს გზა და რომელთათვისაც ემიგრაცია ყოველთვის წარმატებით არ მთავრდება. საველე დოკუმენტური მასალებით მოვიპოვე უამრავი მასალა ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში მოღვაწე ემიგრანტებისა და როგორც შევძელი 24 საათიან მუშაობის პერიოდში კარჩაკეტილმა, ისე ავსახე ყველაფერი აი ამ წიგნში და დიდი საქმეა, ძალიან დიდი საქმეა და გილოცავ. მე მიხარია რომ ეს წიგნი გამოვიდა, სიმართლე გითხრათ, ძალიან კმაყოფილი ვარ და აი ამ წიგნის რედაქტორი გახლავთ ქალბატონი თამილა ცაგარეიშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და გიორგი ჩიტაიას სახელობის პრემიის ორგზის ლაურეატი. კიდევ ერთხელ ქალბატონ თამილას უღრმესი მადლობა მინდა უთხრა ჩემს ნაშრომის აღიარებისათვის, ჩემი პიროვნების გვერდში დგომისათვის. მე ქალბატონმა თამილამ აღმომაჩინა უშქუდში და იმ დღიდან დღემდე სულ გვერდით მომყვება, როგორც ჩემი პროფესორი, და როგორც პიროვნება, რომელთანაც ძალიან კარგია, ეს კარგი მაგალითია. გრძნობა მაკავშირებს და ქალბატონი თამილასნაირი პროფესორები ჩვენ ნეტა ბევრი გვყავდეს და ბევრი აღმოჩენები იქნება გაკეთებული სწორედ აი ასეთი, როგორ გითხრათ, აი სულით წმინდა ადამიანების არანაირი ანგარება იქ არ იყო აბსოლუტურად. ერთი უშქუდის მთებში გაზრდილი გოგონა აღმომაჩინა და დაინახა რაღაცა ნიჭი ჩემში და მითხრა, ლუარა შენ ასე არ უნდა დაიკარგო, წამოდი და ჯავახიშვილში გაგაგრძელებინებ სწავლას და სწორედ ქალბატონი თამილას უშუალო თანადგომით მე ჩავაბარე ასპირანტურაში და გავაგრძელეთ მე იქედან. კარგია. მე მოვწყდი მეცნიერულ გზას, მეცნიერულ მუშაობას, ჩემი 22 წლიანი ემიგრანტობა უკვე აღარ მაძლევდა იმის საშუალებას, რომ მე მეცნიერებაში ღრმად ჩამეხედა, მაგრამ მადლობა ასევე მეცნიერთა კონგრესს, რომელმაც საშუალება მომცა ჩემი ის მცირე შესაძლებლობების პოტენციალი გამომეყენებინა და რაღაცნაირად რეალიზება მომეხდინა. და მე დავინახე მეცნიერთა კონგრესში ის იდეოლოგია,
რომელი იდეოლოგია ჩემს სულს, ჩემს მეობას, ჩემს ზნეობას ესადაგება და რომელიც ქვეყნისთვის არის სასარგებლო. მე სწორედ ამიტომ დავდექი მეცნიერთა კონგრესთან, ამიტომ ვაგრძელებ დგომას ბოლომდე მეცნიერთა კონგრესთან, მე არ ვაპირებ გადახრას არც იქეთ, არც ეგეთ, ზოგადად ჩემთვის პოლიტიკა ცოტა შორეული თემა იყო, რომ არა ბატონი თემურის ფიგურა პოლიტიკოსისა, რომელსაც ვენდობი, პოლიტიკოსისა, რომელსაც პოლიტიკური შეცდომა არ დაუშვია, პოლიტიკოსი, რომელსაც მე ვთვლი, რომ აქვს ის პოტენციალი, არა, აქვს ის პოტენციალი, რომელიც ჩვენ ქვეყანას დღეს სჭირდება და ვიცი, რომ თქვენი პიროვნება, როგორც პოლიტიკოსის, ქვეყანას მცდარ გზაზე არ გაიყვანს. დიდი მადლობა. ჩემთვის ეს მორალური ფასეულობა იყო კიდევ მთავარი მანიშნებელი. დიდი მადლობა. დავბრუნდეთ წინგთან ემიგრანტი და მინდა ვთქვა, რომ ეს მიულოცო ყველას ემიგრანტს, ყველას საქართველოს მინდა მიულოცო, რომ ეს დიდი ისტორიაა, გავა გარკვეული წლები და შეიძლება ძალიან ბევრს მოეჩვენოს, რომ ნახოს კიდევაც რომ რა გადაუტანია ჩვენებსო და იფიქრონ, რომ აი თურმე ვისი შთამომავლები ვართ ჩვენ. ბატონო ბახში, თქვენ თუ გაქვთ რაიმე ამასთან დაკავშირებით, ორი სიტყვით თქვენ და ბატონი ირაკლი, მე ვფიქრობ, კარგი წიგნი გამოვიდა, ემიგრაცია ქვეყნის სიმდიდრეა და ძალიან ბატონო ბახში თუ რაიმე გაქვთ. საერთოდ ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ქალბატონ ლუარას და მისი თხრობის მანერა, მისი ქართულის კარგად ცოდნა და რაც თავარია მისი დამოკიდებულება სამშობლოსა და თავისი თანამემამულების მიმართ, რომელიც ძალიან გულისხმიერი ქალბატონია და მე ეს წიგნი წაკითხული არ მაქვს, აი ახლა ვხედავ პირველად, მაგრამ ვიცი რომ გვექნება გამოგექნება და სიამოვნებით წავიკითხავთ. საერთოდ მინდა ავტორზე უფრო მეტ ვილაპარაკო, რომ ძალიან იშვიათია, თქვენ იცით, რომ მე ეს სტატისტიკის ის მიყვარს და რამდენი კაცზე რამდენი ჭკვიანი კაცია და რამდენი განათლებული და რამდენი რეგვენია და რამდენი რაღაც არის. აი ლუარა ისეთი ქალბატონია, რომელიც ალბათ საზოგადოებაში არ იქნება 1%. ეს იქნება უფრო დაბლა 0.01% ალბათ. აი თავისი ერთგულებით, თავისი უნარით წავიდეს თავგანწირვაზე ქვეყნისათვის, სამშობლოსათვის, საყვარელი ადამიანებისათვის, მეგობრებისათვის და ჩვენ ვიცით, რომ ქალბატონი ლუარა იქ სადაც ახლა მოღვაწეობს იტალიაში, ის არის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი ამ ჩვენი სათვისტომოს და მათი მოქმედების და ისინიც დარაზმა მან აი ამ ჩვენი ტელევიზიის მხარდასაჭერად და ჩვენ ეს ბევრჯერ ვიგრძენით და მუდმივად ამას ვგრძნობთ. ასევე აი როგორც თქვა ახლა შეერთებული შტატებიდანაც იმათთანაც გააბა კავშირი, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით იმისი თურქეთში მოღვაწე ქართველების ამბავი, ვიცით საბერძნეთში მოღვაწე ადამიანების შესახებ ეს ყველაფერი ლუარას მეშვეობით. ლუარა აგროვებს ამ ხალხს, რაზმავს ამ ხალხს, აძლევს მიმართულებას და ეს მიმართულება არის სამშობლოს კეთილდღეობისათვის ბრძოლა. ასე რომ როლი და მნიშვნელობა ლუარასი რა თქმა უნდა ძალიან დიდია და კარგია რომ აი ეს წიგნით დაწერა და ახლა რაც მან თქვა, მე ეს მჯერა რომ მისთვის მთავარი ამოცანა ის კი არ იყო რომ ლუარანი ჟარაძემ წიგნი დაწერა, მთავარი იყო რომ აი ეს მისი ბრძოლა და მისი და ეს მომენტები და მათ შორის ჩვენი მეცნიერთა კონგრესის მოღვაწეობა არ დაკარგულიყო და დააფიქსირა და დადო აგერა, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მადლობია, კარგი. ბატონო ირაკლი თუთმით დასაწყისში და ჩვენს სიტყვას ვიტყვი, მე ასევე ბატონი ვახშის მსგავსად წიგნს არ გავცნობი ვარ ჯერჯერობით. ეხლა ვხედავ პირველად ფაქტიურად, მაგრამ თვითონ სათაური და შინაარსი ამ წიგნისა უკვე თავის თავზე მეტყველებს, ასე ვთქვათ.
ეხლა ეს ემიგრაცია, საერთოდ ადამიანების მიგრაცია ქვეყნიდან ქვეყანაში, რაც კაცობრიობა არსებობს, უმუდამ არსებობდა, მაგრამ საქართველო და ქართული ხალხი მაინც ძალიან ის იყო ყოველთვის მიჯაჭვური საკუთარ მიწაწყალს. ხო და ეს მოვლენა ესეთი მასობრივი გახდა ბოლო 10 წლეულების მანძილზე. ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული გამოწვევა შეიძლება ითქვას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხისთვის და რომელსაც ახლა აქ ის გადავხედე სარჩევს და დადებითი მხარეები და უარყოფითი მხარეებიო აქ ავტორს აქ გამოყოფილი ახლა წაკითხვა ვერ მოასწარი რას გულისხმობს მაგრამ სწორედ ეს არის რომ ასეთი ტიპის მოვლენებს აქვს ერთიც და მეორეც და აი ესეთი რთული და მნიშვნელოვანი სოციალური, კულტურული და პოლიტიკური მოვლენა ფაქტობრივად აი მიუხედავად იმისა რომ ბოლო 1-3 წლეულის მანძილზე უკვე სერიოზულ გამოწვევად იქცა ჩვენი ქვეყნისთვის არ არის მისდამი მიძღვნილი ლიტერატურა არის ძალიან მწირი ხო მე არ ვიცი მე ახლა ასეთი წიგნი მე მაგალითად სხვა აქამდე არ მინახავს და ასე რომ ეს უკვე მისასალმებელი ამბავია რომ ადამიანი რომელიც არის ერთის მხრივ ესე იგი ქართული კულტურის და ქართული ასე ვთქვათ ცოდნის და გამოცდილების თვალსაჩინო წარმომადგენელი და მეორეს მხრივ აქვს გამოცდილება თვითონ პირადი ამ ამბისა რა რასაც მიუძღვნა ხო ახლა ასეთი ადამიანი რომ ამ მოვლენას მიუძღვნის ნაშრომს ეს თავისთავად არის აი გაცნობის გარეშე მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი მაგრამ რამდენადაც ვიცნობ ქალბატონ ლუარას ვიცი რომ ძალიან სერიოზული ადამიანია, ძალიან დიდი კულტურის ადამიანია და წესით და რიგით რაც სხვა საქმე როგორც გაუკეთებია, ისე უნდა იყოს ეს ციგნი ალბათ ისიც შედგენილი და ეს ნიშნავს კარგად. დიდი მადლობა. ეხლა სხვა თემებზე გადავალთ. ქალბატონ ლუარას გამოსვლას რომ მოისმენენ, მე მივხვდებიან როგორი პოზიცია აქვს მას ასე რომ ეხლა რაც შეეხება ავტორი არის საინტერესო პიროვნება. ის 13 ჩვენი თანამემამულე რომელთა 13 ხო რომელთა ისტორიები აქ არის მე ყველა ვიცი ყველა გვარი ვნახე და საინტერესო ადამიანები არიან და თავისთავად ეს მნიშვნელოვანია რედაქტორი ყავს ძალიან კარგი წინასიტყვება ორი პიროვნების ერთ დიდი მეცნიერი ბატონი გია კვაშილევა და საოცრად ესეთი საინტერესო პოეტი დამავე დროს მეცნიერების დოქტორი ბატონი ჯუბაღებელი ну აი შემადგენლობა უკვე ყველაფერს ნიშნავს და დიდი მადლობა. წავიკითხავთ, ვნახავთ, კიდევ ბევრჯერ დავუბრუნდებით ამ წიგნს და ეს რეკომენდაციებიც არის მთავრობისათვის. თუ ვინმე დაინტერესდება ჩვენი ხელისუფლებიდან, აქ არის რეკომენდაციები. ნახე ბოლო თავის სათანადო მე ვერ მოსმენთ. აი რაც გამოიკვეთა ჩემი კვლევის პერიოდში, რასაც უნდა მიაქციონ ყურადღება. მე მინდა მივესალმო იმ ფაქტს, რომ ბატონმა გია კვაშილევამ, რომელიც ერთ-ერთი მართლაც საინტერესო და გამორჩეული მეცნიერია, აი თქვენთან ურთიერთობა რაც დაამყარა, იმის შემდგომ გადაწყვიტა, რომ ესე იგი თქვენი პიროვნება იქნება ფაზის აკადემიისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა და თქვენს გაქვთ ამის სურვილი და სექტემბერ-ოქტომბერში როგორც ჩანს ეს იქნება რეკომენდატორებია საჭირო და ერთ-ერთი რეკომენდატორი მეც ვარ მეც ვთხოვეს და დიდი სიამოვნებით შევასრულებ ამას ეს იყო ჩვენთვის პირველი შესავალი ნაწილი დამოუკიდებელი ეს ცალკე შეიძლება კიდე ტელევიზიით ასევე გავიდეს რამდენჯერმე პირველ ნაწილში ჩვენ ამ საკითხზე ვისაუბრეთ რაც შეეხება ეხლა მთავარი საკითხები დღეს არსებული მდგომარეობის თაობაზე როგორც გითხარით საინტერესო შემადგენლობით ვართ ჩვენ ვართ ის ხალხი ვინც ვიდექით სათავეებთან მეცნიერთა კონგრესის ქართული ერთობის დარბაზის აგზის პიროვნება ბატონი ირაკლი მაჭავარიანი რომელმაც დიდი მამული შვილების ბატონი რეზო ჩხეიძის არნოლდ გეგეჭკორის ესე იგი ანზორ ერქომაიშვილის გივი თოიძის და ამ ხალხის მონაწილეობით როგორ მერაბ ბერძენიშვილი არ ესრებოდა იმას და მე ვამბობ იქ სადაც მოხდა მისი წარდგენა რაც გამოიტანა მოქმედების მანიფესტი რომელიც შეიქმნა მერაბ ბერძენიშვილის სახლში ხელი მოეწერა რეზო ჩხეიძის სახლში აი ეს დოკუმენტი მან წარმოადგინა მან გამოიტანა მან წაიკითხა იმ შენაში დოკუმენტი რომელიც დღემდე ითვლება როგორც საეკლესიო პირებმა აღნიშნეს ისევე მეცნიერებათა აკადემიაში ითქვა მეცნიერების მიერ რომ აი ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და საინტერესო ეროვნული დოკუმენტია
ესე რომ ერთი პიროვნება ეს არის. მეორე აგერ კაცი, რომელიც ბატონი ბახშიშვანია, რომელსაც უცხოეთში დიდი გამოცდილება აქვს, კიბერნეტიკოსი, მეცნიერების დოქტორი. ყაზახეთში დღემდე საუბრობენ მასზე და ყველა დონეზე, პრეზიდენტების თუ პრემიერ-მინისტრების დონეზე ეს პიროვნება იყო გამოკვეთილი ფიგურა და მართვის საკითხებში ერთ-ერთი ძლიერი სპეციალისტია მსოფლიოს 8 ქვეყანაში. ეკონომიკური მიმართულებითაა, მაგრამ დიდი განსხვავება არ არის საერთოდ მართვის საკითხებში მისი თეორია რამდენიმე ქვეყანაში სამწუხაროდ საქართველოში არ ინტერესდებიან. ხალბატონ ლუარასთან დაკავშირებით უკვე ვთქვით. დღეს ბატონებო ჩვენ ცოტა ორიგინალურად გვაქვს წარმოდგენილი ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. ამ დღეებში მე ვნახე არასდროს ეს თემა არ მიმიტოვებია, მაგრამ ჟიული შარტავას გამოსვლა საქართველოს პარლამენტში. ეს იყო 92 წელში არჩეული პარლამენტი. ჩვენ დეპუტატები ვიყავით იქ მაშინ და მე მინდა რომ ყველამ ეს გამოსვლა მოვისმინოთ ახლა რამდენიმე წუთიანია. აი ვინ იყო ჟიული შარტავა. აი უბრალოდ მე იმის შემდგომ როგორც დამთავრდება ეს რამდენიმე შეფასებას გავაკეთებ რაც მქონდა და მე ჩვენ ვისაუბრებთ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. როცა ერთ პარტიის შიგნით ერთმანეთთან საუბარი არ შეუძლიათ, აღავლაპარაკო პარტიის გარეთ როგორ ელაპარაკებიან ერთმანეთს. აი ჟიული შარტავა არის მაგალითი იმისა, იყო მმართველი გუნდის წევრი და როგორ გამოდიოდა მაშინ პრეზიდენტის და ხელმძღვანელების წინაშე და პარლამენტის წინაშე როგორ გამოდიოდა. ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ, სხვანაირად ქვეყანა ვერ განვითარდება. მე ვთხოვ ჩვენს მეგობრებს რომ ჩართონ ჟიული შარტავას გამოსვლა საქართველოს პარლამენტში. კრიზისიდან გამოსვლის პროგრამის თაობაზე იყო ლაპარაკი. ჩვენ დავეცანით პროგრამას და ნუ დაწყდებათ გული მის ავტორებს უთხარით კიდეც ზოგიერთ შემდგენლებს რომ ეს პროგრამა არ არის. არ ვარ ასეთი პროგრამა არც პრაქტიკოსებს გამოადგება და არც თეორეტიკოსებს. პროგრამა რომელიც არაჩვენებს სერიოზულ სტურats რა მოუვა უმუშევრობას, რა ბედი ეწევა ინფლაციას, რა ბედი ეწევა წარმოების დონეს, ეს მხოლოდ რაღაც მინიშნებებით ნაჩვენები პროგრამას არ წარმოადგენს. ყველა ქვეყანამ თქვენ მოგეხსენებათ, ჩემზე უკეთ ბევრს ძალიან კარგად მოეხსენება, რომ ყველა ქვეყანამ კრიზისიდან გამოსვლისას შეისწავლა მსოფლიო ცივილიზაციის გამოცდილება და განვითარების საკუთარი მოდელი შექმნა. ყველაფერი განიავდა, გაჩანაგდა, თბილისში ტაქსი არ დადის, რუსთავში ტაქსი არ არის, სატრანსპორტო საშუალებები დაიყიდა ამ სიტყვების ცუდი გაგებით. რა მოუვიდა ფარმაცევტულ დარგს, ამასთანავე სამედიცინო კომისიამ რუსთავის ამ დარგის მაგალითზე ნახა რა უმძიმეს მდგომარეობაშია ეს ერთი დარგი და ამ ერთი დარგის მაგალითზე სხვა დარგები და იმის მაგივრად რომ საკუთრების, კერძო საკუთრების ფორმა ჯანსაღად შემოვიდეს ისე როგორც ეს მაღალგანვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებშია, სულ სხვა მოვლენებთან გვაქვს საქმე. იყიდება, იყიდება ყველაფერი თითქმის ნიჩბებიან მექანიზმებიანად. ამიტომ ამ პროცესებს მართვა სჭირდება. დღეს აქ ბევრია და ამ დღეებში ბუნებრივია ლაპარაკი იმის თაობაზე, გვინდა თუ არა ამ სიტუაციაში დემოკრატია. ჩემის აზრით დემოკრატია დღეს შეუქცევადი პროცესია, შეიძლება ზიგზაგები იქნეს. დემოკრატია ეს არის ისეთი სიტუაცია, მოგეხსენებათ ისეთი სისტემა, ისეთი მექანიზმი, როდესაც კანონი პატივს სცემს და იცავს ადამიანს და პირიქით ადამიანი პატივს სცემს და იცავს კანონს. დღეს საქართველოში მსგავსი არაფერია. დემოკრატია დღეს შეუქცევადი პროცესია, შეიძლება ზიგზაგები იქნეს. დემოკრატია ეს არის ისეთი სიტუაცია, მოგეხსენებათ ისეთი სისტემა, ისეთი მექანიზმი, როდესაც მე მგონი დასრულდა უკვე მისი გამოსვლა, როგორც გვანიშნებენ, რა ვიცი თუ არ შეგვეშალა. აი ვინ იყო ჟიული შარტავა. მე როდესაც ეს მასალა კიდევ ერთხელ გავიხსენე, დავწერე. აი ვინ იყო ჟიული შარტავა. აი ვინ ხავდა თაობას ლიდერად. სირცხვილია, როცა ამ გუნდის წევრი იყავი და უღალატე ეროვნულ პრინციპებს ხან ვისთან ხარ და ხან ვისთან ოღონდ ფული გქონდეს, დიდრულად ცხოვრობდე. კარგად მოვისმინოთ დემოკრატიის მისეული განმარტება. აი როგორ ამბობს ნახეთ პარტივიანით, დემოკრატია მაშინ, როცა კანონი პატივს სცემს და იცავს ადამიანს, და როცა ადამიანი პატივს სცემს და იცავს კანონს. ესე იგი მოასმენინეთ ეს გამოსვლა პარტიათა ლიდერებად წოდებულთ, მოასმენინეთ მთავრობის წევრებს, დეპუტატებს, მოასმენინეთ ბიძინა ევანიშვილს, მიხეილ სააკაშვილს.
მითხარით ერთი კაცი, რომელიც იტყვის, რომ ასე ფიქრობს რომელიმე ერთი ზემოთ ჩამოთვლითაგან. მითხარით ერთი კაცი მთავრობაში, ან ერთი დეპუტატი, რომელსაც დღეს შეუძლია ასეთი პირდაპირი და კონსტრუქციული გამოსვლა. მითხარით ერთი კაცი, რომელსაც შეუძლია ასეთი გაბედულებით გაემართა მიხეილ სააკაშვილისათვის მისი პრეზიდენტობის დროს, ბიძენა ამანიშვილისათვის მისი პრემიერობის თუ შემდგომ პერიოდში და ამავე დროს ყოფილიყო მმართველი გუნდის წევრი. ვარ ბედნიერი, რომ ასეთ ბუნებრივ ლიდერთან მომიწია მუშაობა და კიდევ მეტად ვარ იმით ბედნიერი, რომ ერთგული ვარ ბრძოლისა და განწყობისა, რომელიც ჟიული შარტავან და მისი გუნდის წევრებმა მასწავლეს. ღალატი არ უნდა იყოს იმ ხალხისგან, ვინც ასეთ ადამიანებთან იმუშავებს. მე ხაზგასმა მინდა გავაკეთო. ეს გამოსვლა იმიტომ კი არა, მას უფრო პრინციპული და მნიშვნელოვანი გამოსვლები ჰქონდა. მაგრამ აქ ერთი ხაზგასასმელია, რომ იყო მმართველი გუნდის წევრი და მმართველი გუნდის წევრი მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილ პროგრამაზე როგორ ლაპარაკობს. ესაა დასაფასებელი. ეს იყო სიტუაცია მაშინ. ეხლა ვის მოწონს, ვის არ მოწონს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, ძალიან მნიშვნელოვანი და ასეთი გამოსვლა რო შეიძლებოდა, მეც შემიძლია უამრავი ადამიანი დავასახელო, რომელსაც შეეძლო ეთქვა და გამოსულიყო ასე. თქვენ წარმოიდგინეთ ეხლა, რომ დარბაზში სადაც 700-800 კაცი ზის და მე მიწევს გამოსვლა და ვამბობ, რომ თქვენ მაფიოზების კალში ხართ პრეზიდენტო, თუ ამ კალს გაარღვევთ, თქვენ დარჩებით ძალიან დიდი განზომილების პიროვნებად, თუ ამ კალს ვერ გაარღვევთ, თქვენი პრეზიდენტობის პერიოდი ძალიან მძიმე დარტყმას მიიღებს. ეხლა ეს რო შეგიძლია გააკეთო განცხადება, ეს მარტო შენი პრინციპულობა კი არ არის. ანუ სიტუაცია იყო ესეთი და შეგეძლო გეთქვა ასეთი რამ, ან თუნდაც პრეზიდენტისთვის გეჩივლა და ორჯერ მე თქვა სარჩელი შევიტანე და ორჯერ მოვიგე, თქვა სარჩელი. მე ამას რატომ ვამბობ? ვამბობ იმიტომ, რომ ჩემი სიძლიერე კი არ იყო ეს. სიტუაცია იყო ამის შექმნილი რაღაც, აი პირველ პირს მიუხედავად იმისა, უკმაყოფილო ვიყავით ჩვენი სიტუაციის, ხომ? მაგრამ დღეს ხომ ერთი გუნდის წევრები ერთმანეთზე ვერ ბედავენ ასეთი რამის თქმაც კი, რომ ასე ხომ არ აჯობებდა ბატონო ბიძინა, ასე ხომ არ აჯობებდა მიხეილ სააკაშვილის ჟუეთქვა ვინმეს არა. ესე იგი ჯერ არიან და ემონებიან, მერე თუ წავლიან მისგან ილანძღებიან და იგინებიან. მე არც ის მონობის მომხრე ვარ და რომ წავიდნენ და იგინებიან და ილანძღებიან, იმათი მით უფრო არ მაქვს არავითარი იმედი. აი ეს არის თქვათ ჩემი შესავალი და დანარჩენი მერე ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ დღეს არსებულ ეკონომიკაზე. მე გეტყვით ზოგიერთ ციფრს და ზოგიერთ რამეს, ახლა მოკლედ 3-4 წუთის განმავლობაში თქვენ შეაფასეთ, აი ეს რაც ითქვა, აი სიტუაცია რომელიც თქვით, რომ გუნდის წევრი, მმართველი გუნდის წევრი გამოდის და ასე ლაპარაკობს მმართველი გუნდის შექმნილ პროგრამაზე, თუ ვინმე შეუძლია მითხრას ერთი მაგალითი ბოლო 20-30 წლის განმავლობაში. დღეს ქვეყანაში დამკვიდრდა ისეთი რაღაც, რომ სიმართლე ზოგადად დანაშაულად ითვლება თუ იტყვი. ამიტომ ხალხი მიეჩვია, რომ სიმართლე აღარ თქვენ. პრაქტიკულად ტაშს უკრავენ ყველაფერი იმაზე, რასაც მმართველი გუნდი იტყვის. და იქ არავინ არის თუნდაც მმართველი გუნდიდან ერთი იმის მთქმელი, რომ უთხრას, რომ აი აქ რაღაცა არასწორად ითქვა, აი აქ რაღაცა არასწორად არის. ხომ არ შეიძლება 80-ვე ადამიანი დაეთანხმო ერთი საწინააღმდეგო აზრის გარეშე. მე მაგალითად უსმენ პარლამენტის სხდომებს და უსმენ საკითხები, რომელიც გადის და არასოდეს არ მომისმენია, რომ იმ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს რაიმე საწინააღმდეგო ეთქვათ. კი, ეხლა გახარიას გუნდი შევიდა და ცოტა ისინი ამბობენ. არა, აქ ლაპარაკია ერთი გუნდის წევრები, თორე ეხლა ოპოზიციაზე არ არის ლაპარაკი. აი, არაფრით არ შეიძლება ერთი გუნდის წევრები ყველაფერზე ბრმად ეთანხმებოდნენ ყველა საკითხს და არ უწევდა წინააღმდეგობას. გამოდის, რომ არ ვიცი, ან მართლა დაშინებულები არიან და ხმის და სიმართლის თქმის უფლება აქვთ ჩამორთმეული, ან არა და მაშინ უნარი არ გააჩნიათ, რომ რაღაცა საწინააღმდეგო თქვან. დავიჯერო, რომ ყველაფერი ისე კარგად არის შემუშავებული, რომ არ აქვთ არანაირი ამის თაობაზე მეორე ნაწილში თქვენ გეკნებათ კიდე ამის ისა ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩამოვიდა გორიდან ქალბატონი მედია აბაშიძე, ისიც შემოგვიერთება შემდგომში მერე. ბატონო ირაკლი, თქვენ სხვანაირად ფიქრობთ, რაც ითქვა აქ და რაც მოისმინეთ? თავარი დედააზრი თქვენი გამოსვლის, მე ასე გავიგე, რომ
პოლიტიკა საერთოდ არის შემოქმედებითი საქმიანობაა და შემოქმედება თავისუფლების გარეშე არ არსებობს. იქ სადაც არის ტოტალიტარიზმი, აი ახლა დღევანდელი ჩვენი პარტიები არის ტოტალიტარული ორგანიზაციები, რომლებიც არის რაღაც ერთი კაცის გარშემო შექმნილი, დანარჩენები იქ არიან არავინ აბსოლუტურად. ის დანარჩენი შეიძლება და იმიტომ ეთანხმებიან რომ არაფერს არ წარმოადგენენ, იმიტომ რომ იმ ერთ კაცს შეუძლია თქვა, ვინც არ მოეწონება გაუშვას მის მაგივრად სხვა მოიყვანოს და ისეთივე არარაობები ერთხას გარშემო, როგორც ესენი. ერთი არარაობები მეორე არარაობებით ჩაანაცვლოს. მაგრამ ეს ბოდიშვიხტი ახლა მე არ მიყვარს ძალიან კრიტიკული და ისეთი გამოსვლები ახლა მე არ მიმაჩნია დღეს ჩემი თავი აქტიურ პოლიტიკოსად და ამიტომ არა ვარ არც სახელმწიფო და არც ოპოზიციონერი. ვარ უბრალოდ მოქალაქე, რომელსაც გული შემტკივა ჩემი ქვეყნისათვის და აღნიშნავ იმას, რაც კარგია, ხელისუფლება თუ რამეს კარგს გააკეთებს, არც ის დამივიწყებია არასდროს. ხო, მაგრამ თვითონ ტიპი ორგანიზაციის რაც არსებობს ხო და რაც დღეს დამკვიდრდა. ეხლა თქვენ რა დროის მაგალითიც მოიყვანეთ. იქ ლიდერიც შესაბამისი იყო და იმ ლიდერს რატომღაც ნაკლებად იხსენებენ ხოლმე, ხო? ახლა მე მაგალითად უფრო ადრინდელ ამბავზე 70-იან წლებზე შემხედრია ესეთი შეფასებები, რომ აი ნახეთ რუსთაველის თეატრში ამ დროს იყო რობიკო სტურუა, იმაში იყო მარჯანიშვილში ცხონებული თემურ ჩხეიძე, იმაში ფეხბურთში იყო ახალკაცი, კინოში იყო თენგიზ აბულაძე, იმაში და ბიჭო, ეს ასეთი ნიჭიერი და კარგი ხალხი სხვადასხვა დარგებში, კარგი კინო და თეატრი შეიძლება კიდე ახლოსაა ერთმანეთთან, ფეხბურთს ყველაფერი კავშირი არა. ასე ყველა დარგში რომ უცბად გამოჩნდა კარგი ხალხი, ეს შემთხვევით ხო არ მომხდარა რა. ესე იგი, ყველაფრის თავი არის პოლიტიკა, ხო? და პოლიტიკური ხელმძღვანელობა როგორც არის, ისეთი წარმატებები აქვს ქვეყანას. ეხლა 90-იან წლებიო, ჩვენ ერთმა კაცმა აგვიგორა შავი პიარი რომ აი დაქცეული იყო ქვეყანა და ესე იგი იმდროინდელი მთავრობის ბრალი იყო. იმდროინდელი მთავრობის ბრალი კი არ იყო. 92 წელს ჩვენ რო ჩავიბარეთ ეს ქვეყანა, დედაშვილს არ აიყვანდა ხელში ისეთი მდგომარეობა იყო და ვერავის ვერ მოუბრუნდება ენა რომ 2003 წელს როცა წავედით ხელისუფლებიდან, ხო, იმაზე უარესი იყო ვიდრე პირიქით. ჩვენ ისეთი ორმოდან ამოვკაჩეთ ეს ქვეყანა, ხო? და აი სწორედ მაგიტომ მოხერხდა, რომ ასეთი ურთიერთობები იყო, ხო? არ იყო ტოტალიტარიზმი, არ იყო ის, რომ რაკი ერთმა კაცმა თქვა, მორჩა მე იმას, ხო? იმიტომ რომ შემოქმედება თავისუფლების გარეშე არ არსებობს, ხო? თუ რაც არ უნდა გენიოსი იყოს ერთი კაცი, შეიძლება რაღაცა ვერ მოიფიქროს, რაღაცას ვერ მიხვდეს. მე ჩინოვნიკი ვიყავი 12 წლის მანძილზე, ჩინოვნიკი პრეზიდენტის დანიშნული, რომელიც არც პარლამენტთან არაფერთან შეხება არ ჰქონდა, აპარატში ვიყავი და პრეზიდენტს ერთპიროვნულად შეეძლო ჩემი თანამდებობიდან გათავისუფლება და დანიშნული მისი ვიყავი და გათავისუფლებაც მისი პრეროგატივა იყო, ხო? ეხლა ვერ მოვთვლი და არ დამითვლია 12 წელიწადში რამდენი დავალება მაქვს თქვათ მისგან მიღებული. აი, მე არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, ანუ ასობით ალბათ. რომ დავალების მოცემა რომ უნდა და გამომიძახებდა თავისთან, რომ დაეწყო ამით, რომ აი შენ ეს გააკეთე. პირველი იყო კითხვა, ამაზე რა აზრის ხარ? ჯერ ჩემი აზრი აინტერესებდა და ხო და გიждდებოდი მე ვთქვი, რატო ჭიახა მე პატივს ვცემდი და მიმაჩნდა რომ მამის ტოლიკაცი იყო და ჩემზე გამოცდილია და რა სჭირდება ჩემი აზრი, მაგრამ ჭირდებოდა, ყველა სჭირდება, იმიტომ რომ და იყო შემთხვევები, რაღაცას ვიტყოდი და ვა, ეს რა კაი რამე თქვიო ისო. კაცო, ამაზე კი არ მიფიქრია მეო. ხო, ესეთი იყო, აი ახლა თავის ქება გამომდის ბოდიშვიხტი, მაგრამ რაღაცას ახლა მე იმ ჩემი ნაკლები გამოცდილებით, რაღაცას შეიძლება დავინახე ისეთი ხა ადამიანები ვართ, ხო, ღმერთი არავინ არ არის. ხო და იმიტომაც იყო, რომ აი იმ ორმოდან რომ ამოვედით, მაგიტომ ამოვედით. ეს ტოტალიტარული ურთიერთობა დღევანდელ ხელისუფლებასაც აქვს, მაგრამ ამათი დამკვიდრებული ეს არ არის. ეს დაამკვიდრა აი ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუციის მომხდენი დიქტატორი საქართველოში. სააკაშვილის გარდა არ ყოფილა მთელ ისტორიაში, იმიტომ რომ იყო ადრე ფეოდალიზმი და მეფე იყო და მეფე დიქტატორი არ არის. მეფე ღვთისგან კურთხეულია და მემკვიდრეობით აქვს მიღებული ის ძალაუფლება. დიქტატურა მხოლოდ რესპუბლიკებში არსებობს, სამეფო დიქტატურა ვერ იქნება. ხო, ნუ არის ხანდახან აგერ იტალია სამეფო იყო პირველ და მეორე მსოფლიო ომის შორის და იყო პარალელურად მუსოლინი იყო და ამიტომაც სულ პრობლემა ჰქონდა იმ მუსოლინის ვერ იტანდა მეფეს. და ბოლოს სხვათაშორის იმ მეფემ მოუღო ბოლო 53 წელს დაიბარა და გადააყენა თანამდებობიდან და მორჩა. რო არ ყოფილიყო მეფე,
ჰიტლერს ვერ გადააყენებდი, იმიტომ რომ იქ არ იყო მეფე და აქ იტალიის მეფემ დაიბარა შუაგული ომის დროს 1953 წელს ბოლოში კი არის. ეს მნიშვნელოვანი ფაქტია ძალიან. ხო და ამიტომ იმაში მონარქია სხვათაშორის მე იმიტომაც ვარ მონარქიის მომხრე, რომ μονარქია ბევრ რამეს არეგულირებს. ის ისეთ ავტორიტეტს აჩენს, რომელიც არის ღვთიური ეს ეხლანდელები რას ლაპარაკობთ, კაცო, ვიღაცამ თქვა არ მახსოვს რომელიღაცა ისაქნა რომ ესო და გამოვიდნენ მისივე თანაპარტიელები და დააყარეს ზედრო როგორ ეს რა სისულელე თქვიო და მე სულ იფიცებოდნენ ყველაფერს რომ ეს არ არის ჩვენი პარტიის პოზიცია ეს მისი პირადი რა არის მაგაში ცუდი ქართველი ერისთვის ხო მეფე ღვთივკურთხეული ბაგრატიონთა დინასტია ყოველთვის იყო უდიდესი პატივისცემის და ეგ რომ არსებობდეს დღეს შეიძლება ბევრი აი რაც თქვენ აღნიშნეთ ეს დაპირისპირებები და ამების დამარეგულირებელი წარმატებული ქვეყანა სადაც არ არის იმპერატორი და მეფე დღეს ხო და აგერ მაგალითად იმაში ესპანეთში აგერ ფრანკო გარდაიცვალა და დაიწყო 1966 წელს დემოკრატიული რეფორმები ხო 1991 წელს მოხდა ცნობილი გამოსვლა იქ პოლკოვნიკი ტეხერო მოლინა რომელიც შეიჭრა პარლამენტის შენობაში და ავტომატის ის ჯერი გაუშვა ხალხზე არ გაუშვია ესე ზევით გაუშვა მაგრამ ხა პარლამენტში ავტომატის როლა ეს უკვე ის მეფე გამოვიდა ხუან კარლოსი და ესე იგი თქვა რომ მე ამ ეს არის ანტიკონსტიტუციური და დამთავრდა ყველაფერი მეფე რო არ ყოფილიყო როგორც უმაღლესი ავტორიტეტი თავრობას შეიძლება ვერ მოეხერხებინა ხო მე თქვენ მოგიყევით აგერ 2003 წელს 22 ნოემბრის სესიის გახსნას რო ვესწრებოდი და იქ რა ამბავი დატრიალდა ხო ის საშინელება კაცო არ ვიცი ბატონ ვახშის ემახსოვრება ძველი ფილმია და თქვენ უფროსი კაცი ხართ რუსული იმით ამაკ ნანახი დუბლაჟით სტარომ ჩიკაგო გახსოვთ ხო და იქ არის ეს ეპიზოდი ეს ძმები ორირების თავარი მოწინააღმდეგე მისტერ უორენი არის სასაკლაოს პატრონი იცით ხო და ხანძარი რო გაჩნდება და იმ სასაკლაოში ხარები რო მორბიან და თვითონ ამ მისტერ უორენს როგორ გადათელავენ აი რო ავდიოდი ესე იგი დარბაზში კიბით ავდიოდი და უცბად აი ბედზე ვარ სიკვდილს გადარჩენილი იმიტომ რომ ავეკარი კედელს ასეთორი აი ასეთი როგორც ის ხარები ისე გამოვარდნენ ხო გვიან მივედი რა უკვე როცა აი რო შეიჭრნენ კმარელები ეს დეპუტატები ესე იგი გამორბოდნენ როგორც ხარები ადამიანის სახეები არ ქონდათ და ეხლა მეფის ავტორიტეტი იქ რო არსებულიყო ხო მეფეა რა იმას ვერაფერს ვერ უზამ ხო იმას ღვთისგან არის ხო მაგრამ ეხლა ჩვენ სხვა მხარეს გავუხვიეთ მოკლედ ეს რა თქმა უნდა ყველაფერი არის უდიდესი მონაპოვარი საქართველო 1992 წლიდან 2003 წლამდე იყო მატარებელი, რომელიც იდგა რელსებზე და მიდიოდა სწორი მიმართულებით. 2003 წელს ეგრეთ წოდებულმა ვარდების რევოლუციამ გაუშვა ეს მატარებელი პადატკოს, არ ვიცი მე, უბსკრულისკენ ჩააბრუნა. დიდი იმედი მქონდა რომ 2012 წელს რაც მოხდა ნამდვილი რევოლუცია, ეგ იყო სინამდვილეში, იმიტომ რომ რევოლუციას აქვს პოზიტიური მნიშვნელობა და ვარდების რევოლუციამ კარგიდან ცუდისკენ წაიყვანა ქვეყანა. აი 2012 წლის არჩევნები ჩემთვის იყო რევოლუცია, მე მას მხურვალედ დაუჭირე მაშინ მხარი, მქონდა იმედი რომ ეს ხელისუფლება აი იმ უბსკრულისკენ მიმავალ მატარებელს დაამუხრუჭებდა და ისევ ლიანდაგებზე დააბრუნებდა. სამწუხაროდ ნუ უნდა ვაღიარო რომ 14 წელი გავიდა მას მერე და მაინდამაინც ეს ამბავი არ ეთყობათ და ეს კი არა და ბოლო პერიოდში რაც მათი რეიტინგი კიდე დაბლა წავიდა უფრო უარესზე და უარესზე გადადიან დასაწყისში კარგად დაიწყეს თავიდანვე ცუდად დაიწყეს იმიტომ რომ ბოდიშიფტი დაგკვირდნენ მაგრამ მე ერთ-ერთი მსხვერპლი ვარ სააკაშვილის დიქტატურის ქარხანა მაქვს მთელი წართმეული რომელიც დღემდე არ დაუბრუნებიათ წამართვეს ერთ კვირაში და ესე იგი 14 წელია მიბრუნებენ და ჯერ არ დაბრუნებულა და მე მათ დაუჭირე მხარი მთავარი ლოზუნგი იყო სამართლიანობას აღვადგენთ და დამნაშავეებს დავჟით რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში მეორე დღეს გამოაცხადეს კოჰაბიტაციაო ვისთან კოჰაბიტაცია იმ დამნაშავეებთან ესე იგი ხო და ეხა ბოდიშიფტი ეს არის ხალხის მოტყუება რა კოჰაბიტაცია ხო და ისე რომ თავიდან მართალი ბრძანდელი თავიდან არაუშავდათ თავიდან მაგრამ
მატყუარობა თავიდანვე დასჩემდა პირველივე ესე იგი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ხალხი გადააგდეს ფაქტიურად და ეხლა თავს იმართლებენ რომ რაღაცაო ელჩებმა და იმებმა გვაიძულეს ეხლა ლანძღავენ მთელ იმას ევროპას და ამერიკას მთელ დასავლეთს და მაშინ კიდე მონურად ემორჩილებოდნენ ასე გამოდის და არც ის არის საჭირო არც მონური მორჩილებაა არც ეს ლანძღვა არ არის საჭირო უნდა კონდეს იყო დამოუკიდებელი და კონდეს ასე ვთქვათ თანასწორუფლებიანი დიახ აბსოლუტურად ესეთი გაწონასწორებული ურთიერთობა მთელ მსოფლიოს და რაც ქონდა ისევ და ისევ აი იმ კაცს ვინც ეს დაამკვიდრა ვინც ეს დანიშნა ვინც მე დამნიშნა და ვინც შენ დაგნიშნა იმ კაცს უყვარდა როცა ვაკრიტიკებდით და იმიტომ იყო რომ მაშინ ქვეყანა იმ ორმოდან რომელშიც ჩააგდო იმ გადატრიალებამ იმ უბედურებამ რა დღეშიც ვიყავით 92 წელს იმთიდან ქვეყანა ვერ ამოვიდოდა რომ აი ეს ტოტალიტარული მიდგომები ყოფილიყო და მე აი 2003 წლიდან წავიდა ამ ქვეყნის საქმე უკან და ამას სჭირდება ეს კულტურა, რაზედაც თქვენ ბრძანეთ, აი ეს ურთიერთობის კულტურა, არა ტოტალიტარული, არამედ შემოქმედებითი, როცა კრიტიკა მისასალმებელია, კი არ არის, რა ქვია, აი ეს ჯანსაღი ურთიერთობა, არა მარტო ოპოზიცია, როგორც ბატონმა თემურმა თქვა, თვითონ ერთი გუნდის შიგნითაც, ხო? ხო და შიგნით არის ტოტალიტარიზმი და გარეთ არის სიძულვილი და ერთმანეთის ლანძღვაგინება. ბიჭო, გაგონილა რომ ოპოზიცია არსებობდეს, რომელიც ამბობს, რომ ხელისუფლებამ დააყალბა არჩევნები და ამიტომ ამ შედეგებს არ ვაღიარებ. ბიჭო, არის ახლა რა უნდა, ესე იგი ანარქია უნდა იყოს ქვეყანაში, აი ეს რისი გამოსავალია, მაპატიეთ. ანარქიავე არის ისედაც ხო და როგორ შეიძლება? სწორედ ამ ანარქიის მსხვერპლი. ბიჭო, ხელისუფლებას თუ არ ეთანხმები, ერთ-ერთი სხვათა შორის იდეოლოგი ნაციონალური მოძრაობის, ჩემი თაობის კაცი და ჩემი მეგობარი ფილოსოფოსი გიანოდია, ამბობდა მაშინ აი კომუნისტების დროს ჩვენ რო ოპოზიციაში ვიყავით, აი 80-იანი წლების ბოლოს ეროვნულ მოძრაობაში, იქ აქ შედგა ნათქვამი და მე გაუმეორებია ბევრჯერ, რომ თუ არ მოგწონს ხელისუფლება, არა, თუ არ მოგწონს კანონი, დაემორჩილე კანონს და კანონიერი გზით შეცვალე ის. შვენიერი გამონათქვამია. ხო, მაგრამ დღეს ახლა თვითონ რა დაჯგუფებაშიც არის, რა, ხო. ხო, საპირისპირო საკეთებენ, იმიტომ რომ არჩევნები ჩატარდა და არაო, არ ჩატარდაო და ესე იგი ეს არ არისო, ყველაფერი არალეგიტიმურია, ეს არის სისულელე, კაცო. ესე როგორ შეიძლება, ესე იგი, კომპარტია ნამდვილად არალეგიტიმური იყო, თუ იმას ვივარაუდებთ, რომ 1921 წელს ინტერვენციის შედეგ, მაგრამ ახლა ჩვენ რო ეს გვეძახა და იძახეს მაშინ ხო იმ რადიკალურმა პარტიებმა, მაგრამ გამოვიდა რამე ისევ და ისევ როგორ მოხდა სიტუაციის ცვლა, როცა დათანხმდა ზვიადგამსახურდია და ნაწილი ეროვნული მოძრაობის რომ არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობა, არჩევნებით შეიცვალა საქართველოში ხელისუფლება. მაგრამ ქუჩაში დგომით ხელისუფლებას როგორ შეცვლით? ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ოპოზიციონერი, რომელიც დღეს ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია, ადვოკატი ბატონი გელბახიანი ამბობს იმას, რომ 2003 წლის არჩევნების შედეგები იყო ყველაზე დემოკრატიული და ყველაზე კარგი არჩევნები. მაგას მე ვამბობ და მაგრამ მე ვამბობ იმას, რომ თქვენ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ამას ვამბობ, მაგრამ არასდროს ხო, მე შეიძლება დაინტერესებული მაგრამ ის პიროვნება იყო მაშინ, თქვათ, ოპოზიციაში იყო იმ დამხობის მომხრე. არა, მე მგონი მაშინ აღორძინებაში იყო ეგა და მე აღორძინება უჭერდა ხალხს. მაგრამ ეხლა დღეს არის ნაციონალური გამოირჩევა იმით, რომ ბევრი მოძრაობის დარბის. მეც ვარ ბატონებო მსხვერპლი, კარგ ხალხს მოიწვევ, უკვე ხო ხედავ. ერთმა გაგექცევა იქეთ, როგორც ძალიან საინტერესო ადამიანები არიან და ამიტომ თუმცა კი ბატონო ვიდრე ეს არ დაბრუნდება რომ ერთი გუნდის შიგნით და რო არ დარჩეს გაურკვეველი ახლა ბატონი ირაკლი კონსტიტუციური მონარქიის საკითხებს შეეხო მე მიმაჩნია რომ დღეს ყველაზე წარმატებული ქვეყნები და საქართველოში არც იციან რომ ბელგიაშიც და ჰოლანდიაშიც და იაპონიაშიც და სკანდინავიის ქვეყნებში და დანიაში და ყველგან მეფეა ვინმეს გონია რომ იდგარუნობა და რაღაც ისინი აღდგება ამიტომ ამას ყველაფერს უნდა ხო რაღაც ისინი ხო რა ფეოდალიზმი კეთდება ახლა ეს არის რაც ახლა ხდება ეს არის მონური პრაქტიკულად მდიდარი მონების
ხელისუფლება მივიღეთ. ბატონო ვახშინ, ჩვენ მაინც იმ თავარ თემასთან უნდა დაბრუნდეთ, რაღაც ეკონომიკური ანალიზი გვაქვს. გასაკეთებელი ძალიან კარგია რომ გაიგო ბატონი გოგი ბენდელავაც შემოგვიერთა აფხაზეთთან არის რაღაც და მათაც მივცემთ ალბათ საშუალებას მე რომ შემოგვიერთენ ბრძანეთ თქვენ შიგნით ერთი გუნდის შიგნით ჩვენ ამის მაგალითს ვიძლევით ხო ბატონო ვახშიაგერ და თქვენ ხანდახან ძიმედ საუბრობთ ერთმანეთში არა მეც ახლა აი მაგალითად დიდი მოთმინებით მოусმინე ძალიან ბევრ მიუღებელ ჩემთვის განსაკუთრებით თქვენი ხელისუფლება შვა ის ხელისუფლება რომელიც ჩვენ ყველაზე უფრო არ მოგწონს უკვე ამაში ვართ ერთიანები მაგრამ რომ ეს თქვენი ნაშობია და თქვენ გააგულავეთ ისინი და თქვენ ასწავლეთ მას ის რაც მე გააკეთე ამაზე ჩვენ არაფერს არ ამბობ კარგი არ გვინდა შევარნაძეს ბევრი ქონდა ცოდვები და ის რომ სააკაშვილი დარჩა ეს მის სულები მგდელი არა ვარ რომ ცოდვები ვიღაცას შეუნდო მე ჩვენ პოლიტიკაზე ვლაპარაკობდი მე პოლიტიკა ცოდვებთან არაფერ კავშირში არ არის პოლიტიკურად ის ხელისუფლებამ მიღწევა მისი იყო და ჩვენ მე ვარ ძალიან ამაყი რომ მონაწილეობა ჩვენ მოусმინეთ შარტავას იყო ამო ხო მე რა აი შარტავას გამოსვლა გამოდიოდი ზუსტად და ვაკრიტიკებდი მე უბრალოდ დეპუტატი არ ვიყავი და საჯაროდ არ ვაკეთებდი ამას მაგრამ ერთ-ერთზე შეხვედრებში რამე შეცვალა მე როგორ არა რა შეცვალა სოფლის მეურნეობა დანგრეული დაგიტოვა ხარხნები გაანადგურა სამუშაო ადგილები მოსპო კი არ მაგრამ ვინმე მოსპო მოისპო დაინგრა ეკონომიკა ეს იყო გარდამავალი პერიოდი როცა ის ეკონომიკა საბჭოთა ეკონომიკა ის ვერ იარსებდა და ის უნდა დანგრეულიყო და მის ადგილას ახალი შექმნილი ყველაზე დიდი პრივატიზაცია იყო რაც უფრო ჩქარი პრივატიზაცია მოხდებოდა ყველაზე დიდი საშიშროება არის ის, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ისე შეაძულეს ახალი ეკონომიკა ხალხს, ესე იგი სწორედ ორი შეაძულეს, რომ უკვე ლაპარაკობენ სტალინის ეკონომიკაზე, ლაპარაკობენ საბჭოთა ეკონომიკაზე და გამოდიან ის ადამიანები, რომ ეს უნდა აღდგეს, რატომ? იმიტომ რომ საქართველოში რეალურად არ ყოფილა ესე იგი პირველი პერიოდი მე ბატონ ირაკლის იმაში ვეთანხმე მე არ მინდა არავიზე ამ შემთხვევაში ეს მე უბრალოდ ყველას მინდა ურჩიო ჩემი მტერია თუ მეგობარია ყველას მინდა უთხრა მე ვიყავი ქალაქის მერი და ქუთაისში 250,000 კაციან ქალაქში ერთ დღეს 100,000 კაცი დარჩა უმუშევარი 100,000 კაცი რა აქვს გადატანილი ქვეყანას თქვენ წარმოგიდგენიათ თქვა მოსკოვმა არ მინდა ავტოქარხანა 16,000 კაცი მუშაობდა თქვა არ ვაფინანსებ ელექტრომექანიკურს არ ვაფინანსებ სატრაქტოროს არ ვაფინანსებ ენერგეტიკას არ ვაფინანსებ მშენებლობას არ ვაფინანსებ და ამის უკან ქუთაისში იდგა 100,000 კაცი რაც ჩვენ გადავიტანეთ მე ხანდახან ვფიქრობ იმას რომ გამოჩნდება ვიღაც ობიექტური ადამიანი რომელიც მე კი არ ვილაპარაკებ რომელიც იტყვის რომ ხალხო თქვენ რა გადაგიტანიათ ერთ პატარა ქალაქში მაშინ სულ არ იყო შევარნაძე ქუთაისში საქართველოში 250,000 კაციან ქალაქში 100,000 კაცი დარჩა უმუშევარი დღეს ძალიან ადვილია ლაპარაკი ამაზე მე დღეს ამებას არ ვეხები უბრალოდ ერთ რამეს ვამბობ რომ შევარნაძის დროს ყველაფერი ისე ეფექტურად წასულიყო და ის მაფიოზები რომლებიც საბჭოთა ეპოქამ შექმნა იმ მაფიოზებს არ აიღო სიმაღლე ის მაფიოზები რომელიც მაშინ შეიქმნა მიხეილ სააკაშვილის გვერდით რომ არ დაეყენებია ის მაფიოზები რომელიც შეგრივა ყველაფერი მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ამანაშვილის არ გაიყო ყოჩებია და დღეს უფრო მეტ მძიმე კალშია ჩვენ მე ამაზე უფრო მინდა ვილაპარაკო დღეს ვიდრე ამაზე მე კიდე ერთხელ ვიმეორებ რომ ის შეიქმნა გვარები შემილია ჩამოგითვალოთ რომ აი ამ დღეებში აგერ მელაძეს ქონია რაღაც გადაცემა რაღაც ამ იმაზე ჩხატიშვილზე უსაუბრია რა თქმა მე ვინმეს ამის ისა კიდე ერთხელ ვიმეორებ რომ ტრიბუნიდან მაქვს ნათქვამი რომ ეს ხალხი რომ არიან მარტო ერთს კი არ იყო ლაპარაკი რა ჭყონიაა კარგი რა ის არის კარგი თუ რომელია კარგი რომელიც გამდიდრდა ან საბჭოთა პერიოდში ან შევარნაძის დროს შეინარჩუნა მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ავანიშვილი ეფერება ჩვენ ამაზე ვილაპარაკობთ ერთი წამით ახლა თქვენ ამის ალტერნატივა რა იყო ეს ბატონი ირაკი და ბატონი თემური ორივენი მუშაობდნენ შევარნაძის დროს იმ ეპოქაში არ დაიწყო სახელმწიფო ქონების პრივატიზება დიახ
და მე კარგი პროცესი, რა თქმა უნდა, აი მაგაშია რომ ხალხი როგორ ამბობს, იცით, აი იმ დროს რომ დაინგრა ყველაფერი და მოხდა გაღატაკება, ამბობენ რომ აი ეს არასწორი იყო, ალტერნატივა არ არსებობს. სახელმწიფოს ხელში რომ დარჩენილიყო ის ქარხნები იმუშავებდა. და პრივატიზება რომ მოხდა მუშაობს დღეს. პრივატიზება რომ მოხდა, ამან სოციალური ის ქარხნები ვერ იმუშავებდა. ხრუშჩოვი 60-იანი წლებიდან პოლიტიკა დაიწყო, რომ სპეციალურად საწარმოს აშენებდნენ შორს ნედლეულისგან იმისთვის რომ საფრთხე ზუგდიდის ქაღალდ კომბინატი როგორ უნდა ემუშავა რუსეთის გარეშე სად არის ტყე პრივატიზაცია ერთადერთი გზა საამაყო და სწორი გადაწყვეტილება ბატონო ირაკლი რა მნიშვნელობა მინდა ემპატრონე ბატონო კიდევ მეორე სახელმწიფოს ხელში რომ დარჩენილიყო იმუშავებდა არ იმუშავებდა კაცო ეხლა თქვენ კომუნისტ-სოციალიზმის მომხრე ხართ და ბაზრის მოწინააღმდეგეები კი ბატონო და მე მიმაჩნია რომ ეგ უაზრობაა კომუნიზმმა მიიყვანა ყველა ქვეყანა სადაც კომუნიზმი დამყარდა მივიდა განადგურებამდე ბატონო ირაკლი სხვასაც მიეცით საშუალება შეიძლება თქვა ისმინეთ ძალიან ბევრი ისმინეთ ნახევარზე მეტი არაფერი ჭეშმარიტებასთან ახლოს არ არის შევარდნაძე ჩამოვიდა ერთ კვირაში დამტოვეთ მაგრამ იქიდან მაინც მისმინეს უნივერსიტეტში გამოვიდა პროფესორ მასწავლებლებს პროფესორ ლუარა კარგია შემაინც გაჩერდი პროფესორ მასწავლებლების წინაშე გამოვიდა და თქვა ხალხო საბაზრო ეკონომიკაზე გადავდივართ ბევრი გაღარიბდება მაგრამ ვიღაცები გამდიდდებიან და მერე საწაიღებენ ამას ეს ყველაფერი ისევ ჩაიდება და ჩვენ ავყავდებითო ის კაცი ჩამოვიდა ასეთი მცდარი შეხედულებით ერთი ფორმაციის მეორეზე გადასვლის დროს იმალდა მერე მანის მიზანმიმართულად დაიწყო იმ თავისი ჯგუფის გამდიდრება აგინდა და არ ვარგოდა კარგი არ ვარგოდა ცუდი იყო მე რას ვამართლებთ ახლა კაცო კიდევ ერთხელ ვინ ამართლებს იმას თავისი აზრი აქვს და პატივი ეცი მის აზრს რა ხო არ შეიძლება ვერცე მე ამისთანა კაცო პატივს კაცო და ის დუეჭიდაები თქვენ თქვით თქვენი აზრია თქვენ მე ვიყავი ბატონო თემური სახელმწიფო ორგანიზაციის მაშინ ხელმძღვანელი და მე ეს ჩემ თავზე გადავიტანე მე არავინ არ გამინთავისუფლებია მოვიფიქრე ახალი გამოუშვი შავ-თეთრი ტელევიზორი გამოუშვი აკუმულატორები ტელევიზორი სხვათა შორის შევარდნაძის ოჯახის წევრი ქალბატონი მანანა ჩემი ტელევიზორით გადაიტანა ის უშუქობის სამიფერი ბატონო ფოკაში გააკეთეს ეს კაბეს დირექტორი ვიღავი ტელევიზორების კარგი მაგრამ ვინ იყო პრეზიდენტი შევარდნაძე გავიგე ხო შეიძლებოდა თუ შემძელი იმიტომ რომ მათ უცები პრივატიზაცია არ გააკეთეს ის სხვა ობიექტების გაყიდვით და თავის ხალხის ისემიც იყო განკარგული ნულოვანი აუქციონი იყო შეცდომა რომელიც გარედან მოახვიეს თავს მე ამაში მეთანხმები ამ იმას და მე არ ვიყავი ამის მომხრე მაგრამ ეხლა გამოდის რა თქვენ შევარდნაძის დროს კაი დირექტორი იყავით მე კაი გუბერნატორი მე ყოველთვის კაი დირექტორი ვიყავი აი აგერა ხალხი დაიცია სხვა რამეს ხო არ ხარბი ხალხი გამოვიდა წინა პლანზე შევარდნაძე მათი ინტერესები გაითვალისწინა და ქვეყანა დაანგრია აი ეს არის ფაქტი და არის მეცნიერები არიან ეკონომისტები და შეისწავლონ ეს და დადონ რატომ არ გვინდა ჩვენ შევარდნაძე 23 წელში წავიდა 23 წელია გასული რატომ არ ვაკეთებთ მის ანალიზს რომ შემდეგ საქმე იმაშია რომ რაც მან დაამკვიდრა იგივე გააგრძელა სააკაშვილმა და იგივე გააგრძელა კვადრატში აყვანილი ბიზნესი თქვენ ყველაფერს ნუ გადახაზავთ რა ესე იგი თქვენ გადახაზავთ მომწონს რომ ფეხბურთის სტადიონზე გამოვიდა ვაჟკაცი კაცი იყო კი ბატონო კაცო მე არავით არის ვაჟკაცობა მაგრამ მართლობაში მაგი არ ვარგოდა ის აი პოლიტიკაში და იმაში უნდა ყოფილიყო მაგრამ ეკონომიკაში აზრზე არ იყო და დაანგრია ამით ქვეყანა მე ჩაიობა მაგან განადგურა ბატონო თემური
მაგან გაანადგურა მეღვინეობა მაგან გაანადგურა ბატონო ხე თქვენ გინდათ გადაგვიყვანოთ იმის მე გეუბნებით რომ შევარდნაძის და პოლიტბიუროს და გარბაჩოვის ბრალი რაც იყო იმას ეხლა დღეს ვერ გავასწორებ ჩვენ მათი ბრალი იყო ერთი შევცვალოთ მაგრამ არა დამოვიდა და ხალხი მისმენს და მე შემწყვება ახლა წავიდე გარეთ თქვენ შეგიძლიათ თქვა მარტივად არ ვიზიარებ და თქვა თქვენი აზრი ასე მე კი რა ვთქვი გავიგე მაგრამ თქვენ თქვით რომ ესე იგი აბსურდი ილაპარაკე ის ილაპარაკე დაანებეთ თავით ასეთ შეფასებები რომ აბსურდი ილაპარაკა ის ილაპარაკა ხალხს მიეცით ამის საშუალება მე არ ვარ იმის მომხრე რომ მე შეიძლება ვიღაცის გამოსვლა არ მომწონდეს მაგრამ მე ჩემ აზრს ვიტყვი მე გეუბნები არასწორი ვთქვი არ ილაპარაკა ასე იმანაც სწორი ილაპარაკა თქვა და ჭეშმარიტება არის სხვა ჭეშმარიტება არის ის რომ გარბაჩოვი და პოლიტბიურო იყო ნაყიდი გარედან და იმათ დაანგრიეს საბჭოთა კავშირი ისე, რომ დატოვეს მშიერი 250 მილიონი კაცი. საბჭოთა კავშირი ისე არ უნდა დაშლილიყო. თუმცა ერთი წუთი მივიყვან ბოლომდე. იმ ნაყიდებში იყო შევარდნაძეც. ვინ გეკამათება? მე თვითონ ვამბობ ამას და არ გინდათ რა იმაზე იმით წვევა რომ თქვენ ხართ შევარდნაძის მოწინააღმდეგე და მე ვარ მომხრე. ვინმე თუ იცის რა ქონდა შევარდნაძეს პლუსი და მინუსი, ერთი მე ვარ. შევარდნაძესთან მართლა შეიძლებოდა გულახდი ლაპარაკი. მართლა შეიძლება მე რაც წერილი ჩაუტანე მას იმაში გადავეცი თქვენ გული მწყდება იმაზე ან წაკითხული არ აგავთ ან წაიკითხეთ და ნახეთ იქ არის შეფასებული ყველაფერი მე ვამბობ იმას რომ თქვენ უბედურება მოუტანეთ ქვეყანას და პრეზიდენტი იყო კაცი და ველაპარაკეთ და ტრიბუნიდან ვეუბნებოდი ცოცხალ შევარდნაძეს არავინ არაფერი არ ეუბნებოდა მკვდარ შევარდნაძეს ჩამოკიდეს ყველაფერი მე ცოცხალ შევარდნაძეს უთხარი ყველაფერი და მე კიდე ერთხელ მინდა ვთქვა რომ ყველა რესპუბლიკას უნდა მიიღო დამოუკიდებლობა სხვა შორის ამას თხოვდა გამსახურდიაც რომ დამოუკიდებლობა მოგვეცით და შევიკრათ ერთ ეკონომიკურ იმად. მე კიდე ერთხელ ვამბობ რომ გარბაჩოვს რომ გაეკეთებინა ის რომ დაეყოლას ქვეყანას და პოლიტბიუროს დამოუკიდებლობა მიგვეღო, მაგრამ ეკონომიკური კავშირები შენ არ ჩუნებულიყო, საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე უკეთესი სახელმწიფო არც ერთია უკრაინა იყო, თქვენ იცით რომ 8 ევროში შედიოდა მსოფლიო იმისი მაშინ და სამხედრო ყველაფრით, ხო დღეს როგორ მდგომარეობაში ვართ. გადაკიდეს არ არის ეს მარტივი სიტუაცია. მე არაფერს თავიდან იყო უხეში შეცდომა დაშვებული და მე გიმეორებ საერთოდ არ იყო შევარდნაძე საქართველოში 100,000 კაცი ერთ პატარა ქალაქში დარჩა უმშევარი როგორ გინდა ამას უშველო გადავიტანეთ ეს დღეს ამ მდგომარეობაში უნდა ვიყოთ არ ვიქნებოდით რომ შევარდნაძე სწორად ემოქმედა არ ვიქნებოდით რომ სააკაშვილი არ ჩამოიყვანა შევარდნაძეს და სააკაშვილის ის არ გაეგრძელებია ვერც სააკაშვილი ვერ მოვიდოდა ხელისუფლების სათავეში და ვერც ბიძინა ივანიშვილი ვერ მოვიდოდა ხელისუფლების სათავეში რომ შევარდნაძეს ხვანაირად ემოქმედა შევარდნაძის უბედურებად მე ვთვლი ყველა იმ ხელისუფლებას რომელიც მოვიდა მის შემდგომ და არ მინდა ვიფიქრო რომ აწყობდა რომ ასეთი ხელისუფლები მოსულიყვნენ გადავდოთ რა ეს ისინი თუ ვინმეს უნდა მიკამათოთ არ მithქვია მე მგონი გავიგე მაგრამ თქვენ ამბობთ რომ მე ვამბობ და ვიღაცას აბრალებთ რომ ვიღაცა მისი დამცველია ვიღაცა მისი მოწინააღმდეგეა მე გიმეორებ თქვენ ყველას თქვენ დირექტორი იყავით მე თქვენი გამოსვლები არ მახსოვს მაშინ რომ თქვა სადმე თუ მაჩვენებთ ერთ გამოსვლას რომ თქვენ დირექტორი რომ იყავით არასწორად კეთებოდი მე გაჩვენებდი მილიონს შევარდნაძე რომ თქვენ მიზოთ დირექტორი იყავით მე გუბერნატორი ვიყავი მე ტრიბუნიდან ვამბობდი რომ ასე არ შეიძლება და ვეუბნებოდი პირდაპირ და ამის წერილი არის რომელიც ჩავაბარე მას და გამოსვლები ჩემი მე დღეს ვინმეს რომ მოუყვე რომ ამერიკის ელჩი რომ ჩემს დაჭერას ითხოვდა რა სიტყვა ვთქვი და როგორ ვთქვი ერთი ვინმე გაბედოს დღეს ამნაირ რამის გაკეთება ანუ იმ სიტუაციაში რაღაცის თქვა შეიძლებოდა თუმცა მე ყველას ვეთანხმები ვინც ამბობს რომ 100-ჯერ უკეთეს მდგომარეობაში ვიცხოვრებდით ჩვენ რომ საქართველოში ნულოვანი აუქციონი ისე არ წასულიყო რომ სესხები არ მიიღოთ ისე როგორც აიღეს და დვალიშვილმა როკედი ამას ვითხოვ ჩვენ და წაიგეთ ბოლო ასავალ-დასავალი ჩემი რა წერია იმაში რომელიც თქვა აი რასაც იქ ვითხოვ მე რომ ესენი და აგერ 1200-მა კაცმა პაკეტები მზიგებ და სახში და ამაზე არ ვლაპარაკობთ ახლა აი იმისებაზე პაკეტები ყველა კარგით ვიმეორებ როტაცია არა როტაციაზე არ არის მარტო საუბარი არა მესმის მაგრამ კიდე ერთხელ ვიმეორებ ჩვენ არაფერს არ მოგცემს გაცილებით უარესი მოვიდა ყველა ხელისუფლება წინაზე უარესია ყველა ხელისუფლება გამსახურდიას ხელისუფლებაზე უარესი მოვიდა ვისაც არ მოწონდა გამსახურდია და ის ცოტა ხანი იყო და უარესი იყო შევარდნაძის ხელისუფლება მაგრამ გამსახურდიას პარლამენტი იყო ეროვნული პარლამენტი
შევარდნაძის პარლამენტი იყო პოლიტიკური პარლამენტი. შევარდნაძემ შემდგომ პარლამენტი აქცია ბიზნეს იმათ და ფულის ტომრების ადგილად და ეს იყო უბედურება, რომელიც გრძელდება. ჩვენ უნდა უთხრათ, რომ შევარდნაძის თუ რაიმე კარგი ქონდა, გადმოიტანეთ. ხალხში ვერ თქვენ თქვით სტადიონზე გადავიდა, ვერ ჩდება, კაცი ვერ გამოდის აგერ და ნონა გაფრინდაშვილის საღამო რომ იყო რუსთაველის თეატრში 500 პოლიციელი იდგა გარეთ. ეს აქ დღეს ეს კატასტროფა. კატასტროფა. მე მინდოდა ბატონ თემურდა მე ეს დისკუსია იმიტომ გამოვიწია. ეკონომიკური ზრდა გვაქვს ჩვენ ახლა, ხო? და აი ის ხარჯზე გვაქვს ის ეკონომიკური. არა გვაქვს ეს ყველაფერი ქაღალდზეა. ხალხზე არა ისა. ესე იგი, მე დღეს და მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ დღეს აი ეგერ მაქვს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ანალიზი. თმა ხალხზე დაგიდგებათ ბატონებო თქვენ. ეს ანალიზი მინდა და გამომეტანა მე დღეს. დაგვავიწყდება ჩვენ ყველაფერი რაც იყო ადრე და ის შევარდნაძის მოხსენებები კრიტიკული იყო. წაიკითხე დღეს როგორ გამოდიოდა ეს წლის ანგარიშზე 80% იყო ეს არ ვარგა, ეს არ ვარგა, ეს ცუდია. დღეს გამოდის ერთი მაჩვენეთ სააკაშვილის გამოსვლაში ერთი რამე რო არ ვარგოთ. ან მაჩვენეთ დღეს ბიძინევანიშვილის ან დღევანდელი პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში. მოდით შეადარეთ რა თქვენ მეცნიერი ხართ და შეადარეთ. ამას ხო მე არაფერს არ ვითხოვ, არა ვითხოვ ერთ რამეს. შევარდნაძე გამოდიოდა ყოველწლიურად წლის ანგარიშს აკეთებდა. აი 80% თუ არ არის ლაპარაკი იმაზე რომ უარყოფა არ ვარგა, ცუდია, მითხარით და მაჩვენეთ ერთი წინადადება ან სააკაშვილთან ან ივანიშვილთან რომ რაღაცა არ ვარგა. ეს კატასტროფაა რაც ხდება. მე გეუბნებით აი ეგ ანალიზი მაქვს 5 გვერდზე და პირდაპირ ვამბობ. საქართველოს ბიუჯეტი ეს არის საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული ფული. პირდაპირ ვამბობ, რა არის საქართველოს ბიუჯეტის მთავარი შემოსავლები და ამ თემას ვთავაზობ ყველას შემდგომში. მე გვარებს დავასახელებ ეკონომისტების, რომელსაც ვიწვევ შემდგომში ამ განხილვაზე. დამატებითი ღირებულების გადასახადი, საშემოსავლო, აქციზი და მოგება. ესაა მთავარი მდგენელი ჩვენი, ის 90% იძლევა ეს 4. რას ნიშნავს დამატებითი ღირებულების გადასახადი? ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული ფულია, როცა ვყიდულობ ჩვენ რამეს ან რესტორანში რო შევდივართ, ხო ასე არა, გიწერია იქ რომ DGG 18%. ერთი მითხარით 18% სად არის? ამერიკას საერთოდ არ აქვს DGG. იცით თქვენ რომ აი როგორი ქვეყნებია და ჩვენ ამას მე მაშინ სხვათა შორის ჟვანია მოიწონა, როდესაც თქვი რომ ამერიკის მოდელზე გადავიდე, DGG არ გვინდა თქვა, აგერ არის. ჩემი მოხსენებები ახლა ბატონ ბახშის ესენი უნდა მივიწე, უნდა წაიკითხოს და მე მინდა რომ გამაკრიტიკოს იმის გამო და აი რა არ გაკეთდა. ყველაზე დიდი შეცდომა იყო ჩემი და ყველაზე დიდი შეცდომა იყო ჟვანიასი, ორი შეცდომაა. პირველი იყო რომ ჟვანიამ თქვა რომ აი მოიტანა პროგრამა კაცმა, მაგრამ მეორე დღეს შემომთავაზე შემოდი მოქალაქეთა კავშირში, მე ვთქვი არა, მითხეს თუ არ შემოდიხარ მოქალაქეთა კავშირში, ეს პროგრამა არ მომოქმედებაში. სუსტი აღმოჩნდა ჟვანიას რომ იმის გამო რომ არ შევედი, იმის გამო ის პროგრამა არ მოვიდა მოქმედებაში. შევარდნაძე ეთყოდა ამას, უმაგისოდ ამას არ იყოდა ის. მაშინ ისეთი პრემიერ-მინისტრი არ უნდა იყო ბატონო ბახში, რომ რასაც შევარდნაძე პრემიერი არ იყო ის იყო პარლამენტის თავმჯდომარე. პრემიერ-მინისტრი იყო და პარლამენტის თავმჯდომარე. კარგი ბატონო ბახში რა არის ახლა? არ შეიძლება რომ ვიღაცის მიმართ იყო პრემიერი არ ყოფილა ბატონო. პარლამენტის თავმჯდომარე უფრო დიდი ფიგურა იყო მინ დროს, პრეზიდენტის დროს პირველი ფიგურაა პრეზიდენტი, მერია პარლამენტის თავმჯდომარეა და მერია პრემიერ-მინისტრი. ის იყო თავად მან თქვა მას უნდა რა მისი წინააღმდება იყო რომ ის დამტკიცებულიყო პარლამენტში მაგრამ მე რადგან უარი ვთქვი არ შევდივარ იმაში მოქალაქეთა კავშირში თქვი უარი თქვეს ამ იმაზე მე ვამბობ ჩემ შეცდომას შეიძლებოდა შევსულიყავი მოქალაქეთა კავშირში და თვლი რომ არ უნდა გამეკეთებია მაგრამ შეიძლებოდა მაგრამ კაი რომ მე ვარ შავედი თუ კარგი პროგრამა მოიწონა და ბატონმა მე გაჩვენებ თქვენ რა სიტყვა თქვა მაშინ ბატონმა ჟვანიამ რომ აი მოვისმინეთ პროგრამა აი ეს არის ყველაფერი და მე ითქვა უარი იმიტომ რომ არ შემოდი მოქალაქეთა კავშირშიო იქ მე მეწერა DGG უნდა გაუქმდეს DGG არის 18% ხომ დღეს არის 19 მილიარდამდე გასული წლის შედგების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდან მე ამოღებულია 19 მილიარდი ბიუჯეტი რამდენია მთლიანად კეთვით ახლა ყველაფერს აგერ ეს არის გეუბნები 20%-ია ბიუჯეტის რაც არის იმის მიღებული და ასე შემდგომ საშემოსავლო გადასახადი ხო პირდაპირ არის ხო ჯიბიდან ამოღებული ფული ხო ბატონო ბახში ხო რა თქმა უნდა 20%-ია ხო ამიტომ ხალხს უნდა უთხრათ პირდაპირ ამისთვის მოვედი მე დღეს აქ რომ აი ამისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ესე იგი DGG მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული ფული საშემოსავლო მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული ფული აქციზი
ხო არ შემეკამათებით იმაში რომ მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული ფულია, იმიტომ რომ სიგარეტზე გაზარდეს, იმაზე გაზარდეს, როგორც უნდა არეგულირებენ მოგების გადასახადი საქართველოში ყველაზე დაბალია. თქვენ წარმოიდგინეთ რომ 2 მილიარდის ფარგლებშია, როცა 30 მილიონი, ანუ პრაქტიკულად მოგების გადასახადი, ამდენი წარმოება, ამდენი ობიექტი, ამდენი რაღაცა შეიქმნა, თუ ეკონომიკა მოგება როგორ არის ყველაზე აქციზი, როგორ არის უფრო მეტი, ვიდრე თქვათ არის ისა მოგების გადასახადი, ხო? საშემოსავლო როგორ შეიძლება იყოს მოგების გადასახადზე მეტი. ამერიკაში როგორ არის პირველი ყველაზე დიდი გადასახადი, ეს არის მოგების გადასახადი. ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში არის მოგების გადასახადი. ანუ გამოდის ის რომ ყველა მთავარი მდგენელი, რაც არის, მე ბატონ ვახშის და მე მას ვთხოვ რომ ვინ არის, მე ვიწევ ყველა ბატონ ლადო პაპლავას, ბატონ ესე იგი ბატონ მიხეილ ჯიბუც, ბატონ გრიშიკაშვილს ხვებს ყველას ვინც არიან ეკონომისტები, გიწევთ ბატონებო და მე გამოვიტანი ეკონომიკის ანალიზს, გადასახადების ანალიზს და ნახავთ თქვენ რა მდგომარეობაში ვართ რეალურად ჩვენ. ეს არის კატასტროფული, ახლა ყველაფერზე დღეს აქ არ მინდა ვილაპარაკო. მე გასაგებია ისინი რომ ახლა მე უბრალოდ შემიძლია არა ეს ერთია, მაგრამ არის ხარჯვითი ნაწილი, ის ხო საერთოდ არა, ახლა ეს კიდე ის არის. აი თუ შეიძლება რომ თხოვოთ რომ შემოვიდეს ისა რა ქვია ბატონი გიორგი ბენდელავა შემოვიდეს და ქალბატონ მედიასაც თუ აქვს სურვილი შეიძლება რომ თქვენ იყავით ვინმე არ იბიგროს რომ გულმოსული გავიდა. წავალ არა ესე კი ბატონო, მაგრამ თქვენ პირდაპირ ეთერში ვართ ახლა, თქვენ თუ გინდათ რომ თქვენ ჭკუაზე ვიარო, ახლა ვერ ვივლი, მე 10 ნახევრამდე უნდა ვილაპარაკო და მობრძანდით თუ გნებავთ აგერ მობრძანდით. ბატონი ის მოვიდეს. ის ბატონი თუ არის გიორგი პირდაპირ ეთერში ვარ, ძალიან მთხოვდა, მე კარნახია არ მინდა მოვიდნენ რა თუ შეიძლება, თუ არ წავიდა სხვა რამეა, მე წავიდა ცუდად გახდა. გიორგი ბენდელავაზე ვამბობ, ძალიან საინტერესო და კარგი პიროვნება. მოკლედ ბატონო ძალიან ისეთი არა კარგი ესეთი გადაცემები რო არის, კარგია რომ საცხალი გადაცემა, ძალიან კარგი. გიორგი წავიდა ბენდელავა წავიდა, იქ რო იყო გიორგი ბენდელავა. არის კარგი ნახავთ? არა, მობძანდით კაცო, თუ ის არის ბატონ ვახშის ხელოვნება. ეს რა არის ბოლოში? არა, ის არის რა, იყოს ქვემო დადე აგერ, ქვემოთ იყოს. არა, კაცო, მაგალითად აგე დაჯექი მაშინ. საშემოსავლო ნაწილის ანალიზი უკვე გითხარით. ხარჯვის ნაწილი არის კიდევ უფრო კატასტროფული. საქართველოს ბიუჯეტის, საქართველოს ბიუჯეტში შესული ფული აკეთებს 5 მაქსიმუმ 10% საქვეყნო საქმეს. დანარჩენი არის ან კორუფცია, ან არა პროფესიონალიზმი. უნდა გითხრათ, რომ ამ მარტო კორუფცია არ არის, არ პროფესიონალიზმი ძალიან სერიოზულად არის ამ იმაში და ნუ ესეც ხაზგასასმელია. ამ დროს ჩვენ, როდესაც გითხარით, რომ ბიუჯეტის შემოსავლო ნაწილი მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული ფულია და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ერთი პარტიის ფულია, ხარჯავს ერთი პარტია პრაქტიკულად, ვისაც გნებავთ მოусმინეთ პირველი არხის გადაცემებს და გეტყვიან, რომ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ, ესე იგი ოცნების დააფინანსა საიდან ბიუჯეტიდან, საქართველოს ბიუჯეტის ფული, ვინმეს გონია რომ აძლევენ იქ თქვათ ან წამალს რო აძლევენ ან ოპერაციას რო გაუკეთებენ და რაღაცას, ეს გონია რომ ოცნების ფულია. ჩვენ უშვებთ დიდ შეცდომას, როდესაც საქართველოს ბიუჯეტის ფული თავის დროზე იყო ნაციონალური მოძრაობის ჯიბის ფული და გახდა ოცნების ფული. ჩვენ დღეს ყველაზე მეტად თუ გინდა ქვეყანა შევცვალოთ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ სად არის ჯანსაღი ეკონომიკა. ჯანსაღი ეკონომიკა არის იქ, სადაც საშემოსავლო ნაწილი მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული ფული არ არის. ჯანსაღი ეკონომიკა არის იქ, სადაც ვინც რეალურად მეწარმეობას ეწევა, მას აქვს მოგება და შემოსავლები
და მოგებოდა შემოსავლები არ უნდა გქონდეს იმას, ვისაც გარედან შემოაქვს პროდუქტები, ვისაც გარედან შემოაქვს ხორბალი, ხორცი, წამალი და ამ შემდგომ, ესენი ფუფუნებაში ვერ ითვლიან სახლებს რამდენი აქვს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ, ვისაც გარედან შემოაქვს. ვინმე ხო არ გზალავს გარედან შემოტანას, მაგრამ ვინმე ნახა რა ხარისხისაა ესენი, აი ეგრე მარტივ რამეს ვამბობ. ესე იგი, საქართველოში ითესება ხორბალი რუსეთიდან შემოტანილი. 1 გექტარზე იწევენ 6-7-8 ტონას. მაგრამ ყიდიან შემდგომ კილოგრამს ყიდიან 1 ლარად. მაშინ როდესაც ესე იგი თუ მოიწევ შენ ქართულ ხორბალს დაგიჯდება 2 ლარი გიჯდება თვითღირებულება და როგორ შეიძლება გაყიდო ის 1 ლარად. მაგრამ მოსპო რუსეთიდან შემოტანილმა ხერბალმა მოსპა ჩვენთან ხორბლის წარმოება. და უფრო მეტიც კიდე საქართველოში კანონია მიღებული თუ არ აძლევ ქიმიას პროდუქტებს მას არ გიზღებს სახელმწიფო. წარმოგიდგენია თქვენ აი ამაზე აი ესაა სალაპარაკო, ესაა მნიშვნელოვანი რამ. ეხლა გვინდა არ გვინდა ყველაფერი რაც იყო ძველ პერიოდში, თუნდაც აი 2003 წლამდე ან ანტიმონოპოლური კანონმდებლობა გაუქმებულია, ხარისხის პროდუქციის ხარისხის კონტროლი გაუქმებულია, მომზადეთ. პროდუქციის ხარისხის კონტროლი გაუქმებულია, მე გატონი გოგი წავიდა მონობაში. გაუქმებულია უამრავი რამ, რომელიც არეგულირებს იმას, ანტიმონოპოლური კანონმდებლობა რატომ უნდა იყოს გაუქმებული, როცა გარკვეულწილად ერთი ჯგუფის ხელშია, თქვათ, სურსათის შემოტანა გარედან, ხორბლის შემოტანა, ხორცის შემოტანა. ყველაფერი რამდენიმე ადამიანს უჭირებს, მშენებლობა გინდა რაიმე, ყველა, ანუ პრაქტიკულად ამად რაც აწყობს, იმას აკეთებენ. არავინ არაფერს არ ებრძვის. მეცნიერთა კონგრესი თავაზობს პროექტებს, პროგრამებს, წინადადებებს. და ეუბნება იმას, რომ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ერთი დიდი კონფერენცია ჩავატაროთ, ვინ როგორ ხედავს საქართველოს მომავალს. მომავლის საქართველო. გამოიტანეთ მოხსენება საქართველოს ხელისუფლებამ, გამოიტანოს მოხსენება მეცნიერებათა აკადემიამ, ჩვენც გამოვიტანთ მეცნიერთა კონგრესი, იყოს პირდაპირი გადაცემით, მოიწვიოთ სოფლის გამგებლით მოყოლებული საქართველოს პარლამენტის და პრემიერ-მინისტრის და ყველა დეპუტატი და ყველანი მოიწვიოთ ჩვენი აკადემიკოსები, პროფესორები, შევიკრიბოთ ერთად, დავილაპარაკოთ ადამიანურად, ვისაც რაიმე სათქმელი აქვს თქვას, აი როგორ ჯიული შარტავა ამბობს, რომ მსოფლიო გამოცდილება ვნახოთ, დღეს ლაპარაკობენ, რომ საბაზრო ეკონომიკა უბედურება ყოფილაო. საბაზრო ეკონომიკა კი არ არის უბედურება. საქართველოში საბაზრო ეკონომიკა არ ყოფილა ბატონებო. საბაზრო ეკონომიკა არ შეიძლება იყოს იმ ქვეყანაში, სადაც არის კორუფცია და სადაც არის ნეპოტიზმი. დღეს არის კორუფცია, არის ნეპოტიზმი და ჩვენ მოვსპოთ კორუფცია და ნეპოტიზმი და არა ის რომ საბაზრო ეკონომიკა არ ყოფილა. შეგეკითხებით მაშინ თქვენ ორივეს გამოცდილ მოღვაწეებს, აი ეს ეკონომიკური ზრდა რომ აისახოს მოსახლეობაზე, რა უნდა გაკეთდეს ამისთვის და მეცნიერთა კონგრესი რას გააკეთებდა იმისთვის რომ ეს ეკონომიკური ზრდა ხაღალზე კი არ იყოს, რეალობაში ქონდეს და ხალხის ჯიბეზე აისახოს. ესეთი და დღეს რომ არის ის ეკონომიკური ზრდა, რატომ არ აისახება ხალხის ჯიბეზე? ეს არ არის ეკონომიკური ზრდა. საქართველოში სადაც 50 მილიარდს უკვე 60 მილიარდზე ავიდა სათამაშო ბიზნესი და იქედან ბიუჯეტი ივსება და 110 მილიარდია ჩვენი რეალური ესე იგი ნაციონალური პროდუქტი და ესე იგი 110 მილიონი იმის ქვეყანაში 60 მილიარდი რო სათამაშო ბიზნესია, როდესაც მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებულია ფული, ვიდრე სამეწარმეო სექტორს არ დაუჭერენ მხარს, ვიდრე გარედან პროდუქციის შემოტანა იქნება წახალისებული, ვიდრე მდიდრები იქნებიან ისინი, ვიდაც გარედან შემოაქვს პროდუქტები. მე ახლა ვამბობ იმიტომ რომ მე ძალიან მინდა რომ ხალბატონ მედიას და მე ბატონ ირაკლისთას და ყველას ვთხოვ რაღაც რო იყოს კი. ეს ძალიან კარგია ასეთი გადაცემა რო არის და ეს ბუნებრივი პროცესია. ვიღაცას მოეწონება, ვიღაცა დატოვებს, ვიღაცა რაღაცას იზამს. ეს არის კარგი, ცოცხალი გადაცემა იქნება და კი ბატონო, სადაც საჭიროა ვიჩხუბოთ, მაგრამ არა ხელით, არამედ ეს უნდა იყოს იდეებით. და ეს უნდა იყოს ამიტომ კიდე ერთხელ ვამბობ, რომ არავითარი ჩვენ გვჭირდება ქვეყანაში კონკურენტული გარემო. აი ეს კაცი ამბობს, რომ მე ვარ ისა რა ქვია მემარჯვენე იდეოლოგიის. მემარჯვენე იდეოლოგია არის იმ ქვეყანაში, ხზე ბევრს ეს არ ესმის და როგორ არის, რა არის და ნუ ამბობს, რომ ამ შემთხვევაში
ის არ არის დემოკრატების მომხრე, არის მეორე პოლიტიკური გუნდის მომხრე, ამერიკაში ხო, რესპუბლიკელების შოვლები. არა, გასაგებია კითხვაზე პასუხი კონკრეტულად გაგეცით, ხა თქვენ თუ არ გინდათ, პასუხს ვერ მიიღებთ, ისე თქვენ როგორც გინდათ, ისე ვერ ვიტყვი. მე გეუბნებით, რომ ამ ქვეყანას სჭირდება რომ იყოს ეკონომიკა, ამ ქვეყანას სჭირდება კონკურენტული გარემო. კონკურენცია ვერ იქნება იმ ქვეყანას, კონკურენცია არ არის საბაზრო ეკონომიკა. კონკურენციის დროს ორი რამ წრე ხელისუფლებას აქვს ორი ფუნქცია. პირველი, კონკურენტული გარემო შექმნას და დაისვას ადამიანი. სახელმწიფო არასრულებს არცერთს. არასრულებს არცერთს. აი ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. ეკონომიკური ზრდა, ბატონო ირაკლი, მის ხარჯზე გვაქვს. მარტივი რამეა, ამ დავასრულებ, მე დავასრულებ ამით. მე კი ბატონო, თქვენც უნდა გაცეთ ამას პასუხი. ქუთაისში მე 5 ლარს ვიხდიდი რომ მივდიოდი ავტობუსით. დღეს 25 ლარს ვიხდი. ესე იგი 5ჯერ მეტი შემოვიდა ეროვნულ პროდუქტში ჩემი ერთი ბილეთი რო ვიყიდე. მაგრამ შეიცვალა რამე მე ერთი კაცი ჩავედი ქუთაისში. ფასების ზრდამ ძალიან სერიოზულმა გამოიწვია, ძალიან ბევრი ვინმე გაღიზიანდა მე როცა ვთქვი რომ ვლადი კავკასია ეგერ არის პიროვნება და დამემოწმება რომ 18-20 ლარი ღირს ის ხორცი რომელიც ჩვენთან მაღაზიაში ღირს 45 ლარი. თქვენ წარმოიდგინეთ რა სიტუაციაში ვარ ჩვენ. ფასები გაიზარდა ჩვენთან და გაიზარდა ეკონომიკა ვითომ სინამდვილეში არაფერი არ გაზრდილა, ფასი გაიზარდა. ნუ ეს არაპროფესიონალი პასუხი ჩემი ის იქნება, საკონკრეტო ეკონომიკა ისეთი დარგია, სადაც სასურველია რომ პროფესიონალი ადამიანისგან მოვისმინოთ და ეს იყოს კვალიფიციური დასკვნა, ეს იყოს ფაქტებზე დამოწმებული და მაგრამ აი ასე მოქალაქის თვალით დანახული მე მაინც ვთვლი რომ ბიუჯეტი გაიზარდა ეს ფაქტია, რაც იყო ბიუჯეტი იმასთან შედარებით გაზრდილია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის უდიდესი პრობლემა არის არასწორი მართვა ბიუჯეტის. არაკეთილსინდისიერი მოდით ასე დავარქვათ, არასწორი ეს უფრო ისეთი რბილი შეფასება იქნებოდა. ეს გაბერილი IP-ის სამსახურები. ფაქტიურად უყურეთ, ეს ძალიან მარტივი შეუარაღებელი თვალით დასანახმოვლენებს ვამბობ, ამას არ სჭირდება რაღაცა ეკონომიკის ცოდნა, თქვათ. იცით, აი, იმდენი სამსახური არსებობს, კულტურის სამსახური, IP, სპორტის IP. ეს ხა შეიძლება მსმენელმა ბატონთემურ ეკონომიკური გათვლები ისე ვერ გაიგოს, მაგრამ რასაც მე ვსაუბრობ, მე შევეცდები, რომ ძალიან მარტივ ენაზე დავიყვანო ეს ყველაფერი. აქ დამერწმუნეთ, რომ 100-დან 100% მსმენელი დამემოწმება, რომ მერიებში არსებობს კულტურის განყოფილება, ხო? იქვე არსებობს კულტურის IP, საბავშვო ბაღის IP. ეს არის აი თვალხილულად დასაქმებული ხალხი, მხოლოდ და მხოლოდ დასაქმებული. ეს ადამიანები რეალურად მაპატიონ ხა ჩემი მეგობრებიც მუშაობენ რამოდენიმე ამ IP-ში. ეს ადამიანები ფაქტიურად არაფერს არ აკეთებენ, არც არაფერი ევალებათ. არ იფიქროთ თქვენ რომ რამე ევალებათ და არ აკეთებენ. პენსიებია ფაქტიურად. არც კვალიფიკაცია გააჩნიათ. ეხლა კულტურის სამსახურში მაგალითად ბევრ რეგიონში, მე რაღაც ერთ კონკრეტულ რეგიონზე არ იფიქროთ რომ საუბრობ. პოლიციიდან საბედნიეროდ ბევრ კუთხესთან მაქვს შეხება საქართველოში და ისეთი არაკვალიფიციური კადრი ყავთ მოზიდული. არ იციან ადამიანები ხა მე რომ შახტაში გამაგზავნოთ და დამავალოთ რომ შახტას უხემძღვანელო ხო ძალიან ცოტა ვიქნები, იმიტომ რომ არა შეიძლება უხემძღვანელო რაღაცა თვეების მერე, იმიტომ რომ მე არ მივცემ ჩემ თავს უფლებას რომ უცოდინარი შევიდე იმ ადამიანებთან და გამოვიდე, მაგრამ ამ ხალხმა არ იცის რა უნდა გააკეთოს. უყურეთ, შესაბამისად ქალბატონ ლუარას კითხვა არის ძალიან სწორი. ეს ქალბატონი არის სახე იმისა, მე ადრეც მithქვავს ქალბატონ ლუარა გადაცემაში და დღესაც ახლა შეიძლება ცოტა თემას გადავუხო, მაგრამ რომ გავანეიტრალო ეს ქართეცხლი ჩვენი გადაცემისა, რეალურად ეს ქვეყანა რამ მოიტანა აქამდე და რით ცხოვრობთ, ხო? ეს არის ემიგრაცია და მადლობა თქვენ ამისთვის, იმიტომ რომ თქვენზე დგას ეს ხალხი. თქვენ რამდენ ოჯახს თქვენიას ეხმარებით იქიდან, რამდენი ხალხი წაიყვანეთ და დაასაქმეთ. და ეს არის ვალი, რომელიც კატასტროფული სისწრაფით იზრდება და სამწუხაროდ მოსახლეობას წარმოდგენა არ აქვს, რამდენია ჩვენი საგარეო ვალი. რომელი ვალიც უნდა გადაიხადოს შვილიშვილებმა, შვილთაშვილებმა, ხვდებით? ანუ პრიორიტეტები სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რა შეუძლია, სად არის მისი სწორი რესურსი, სად არის მისი სწორი განვითარება და
აგერ როცა ეს ხელისუფლება შეიცვალა, რატომ მივეცით ხმა მათ შორის მე ნამდვილად ვაღიარებ რომ ვარ მათი მხარდამჭერი, მე ვფიქრობდი რომ მოვა ხალხი აგერ საწარმოა გაკეთდება, აღარ წავა ეს ჩვენი ხალხი საზღვარგარეთ, იქ მუშად მიდიან, ხო, იქ ხო დოცენტად ხო არავინ ეძახის, ერთეულები მიდიან სასწავლებლად და განვითარების მიზნით. დანარჩენი ხალხი არის მუშახელი, ხო? აღარ წავა ის ადამიანი, ხა დარწმუნებული ვარ თქვენც გირჩევნიათ თქვენ ქვეყანაში იყოთ აგერ თქვენი სპეციალობით და სულ არ გიწევდეთ იქ ყოფნა და უცხო გარემოში. ამას ფიქრობს ალბათ 99% ქართველისა. მაგრამ სამწუხაროდ უყურეთ რა მივიღეთ გაზულუქებული ხელისუფლება. მე ასეთი ხელისუფლება კომუნიზმს მოვესწარი, იმასაკისავა რომ კომუნისტურ წყობას მოვესწარი და საკმაოდ კომკავშირსაც კი მოვესწარი. ხო, მე შევარდნაძე გამსახურდია, გადატრიალება, გადმოტრიალება, სააკაშვილი, ახლა ესე მე ასეთი გაზულუქებული ხელისუფლება არ მახსოვს. აგერ ეს ორი ადამიანი ხა ვინ ჩვენ გვესწრება, ორივე იყო სახელმწიფო მოხელე, ხო? ჩემ ოჯახშიც სახელმწიფო მოხელე ცხოვრობდა, მაგრამ მერწმუნეთ რომ ჩვენ ესეთი არა, არც ჩვენ ოჯახში დამეფიცება რომ ჩემს ოჯახშიც არ მოსულა, აი ეს ძალიან დიდი სიამაყით შემიძლია ვთქვა რომ ჩვენი პრივილეგია ვიცინოდეთ ხოლმე პალატას დეპუტატობა იყო ის რომ ურიგოთ პური მოხდა. ეს 50 მილიონერი გვიზის პარლამენტში. ანუ მე ასეთი გაზულუქებული ხელისუფლება და ეს თან გაზულუქება ხა ის კი არა რომ კაცი მინისტრია და პარლამენტის წევრი, არა ეს ქვედა ეშელონებში რაღაცა. აი არ მინდა ხა კონკრეტული ადგილი დავასახელო და თუ საჭირო იქნება დავასახელებ. ერთ ადამიანს ვიცნობდი რა, ეს ბიჭი რაიონიდან იყო და ამას წინათ შემხვდა ძალიან ისე, მოვლილი და ძვირფასად და ძალიან გამეხარდა, სიმართლე გითხრათ და მე დავინტერესდი რომ ხა იმის სოდნა და ბაგაჟი ზუსტად ვიცი რომ არაფერი ეგ და რა გააკეთა მეთქი ვიფიქრე რომ ასე და თურმე ეს გამწვანებ ტრასაზე რომ მივდივართ, ხო იცით? ის როა შუაში. რაღაცა მონაკვეთის ისა ტენდერი და კაცი აყვავდა. წარმოგიდგენიათ ხალ, ხო, წარმოგიდგენიათ, ესე იგი, სად, აი კითხვა თქვენი, სად მიდის ბიუჯეტი, აი აქ მიდის ბიუჯეტი. ამიტომ არის რომ ხალხი დაიღალა ძალიან. ამიტომ არის. კი ბატონო, არაფრის მომცემი, ხო, თითქოს ერთი შეხედვით ახლა, აი თუნდაც უცხოეთიდან სტუმარი რომ მოგდის, რა თქმა უნდა, ეს 20 წლის წინანდელი თბილისი აღარ არის ბუნებრივია, მოდიხარ. აი რაც კეთდება, მე მაგალითად არ ვიტყვი რომ სწორი გზით კეთდება. იცით, ხანად ახლა არ მინდა ის შედარება გამომივიდეს რუსეთს არავის ვეგონო ხარ რომ მაინც და მაინც რუსეთის მოყვარული და მომხრე ვარ, მაგრამ იმ რუსეთთან ცოტა სხვა შეხება მქონდა ცხოვრების მანძილზე და მსგავსი ქალაქი დღეს მოსკოვი როა დამერწმუნეთ რომ ორს ვერ ნახავთ სოფლიოში. ომშია ქვეყანა. იქაც ვითარდება, იქაც შენდება შუშის შენობები, მაგრამ არა სიძველის ხარჯზე. აქ ვიხუთებით, კაცო, ტრანსპორტი არ არის, მუნიციპალური ტრანსპორტი ვითომ არის, აი თითქოს რაღაცეები კეთდება, მაგრამ იმ ფორმით არ კეთდება, რომ ეს ვიგრძნოთ ადამიანებმა. საერთოდ არ მინდა საცობში დგომა, მაგრამ შექმენი ისეთი მუნიციპალური ტრანსპორტი, რომ მე საცობი არ დამჭირდეს. და სწორედაც რომ როგორც არის ევროპულ ქვეყნებში, შაბათ-კვირა გამომყავდეს ჩემი მანქანა და მივდიოდე პიკნიკზე. შექმენი ასეთი ცხოვრება. დაზღვევა არ არსებობს, მოხუცები ნახეთ რა მდგომარეობაშია. ჯანდაცვა ახლა მე არა ვარ სპეციალისტი, მაგრამ ალბათ ბატონ თემურ საინტერესო იქნება ვინმე კარგი სპეციალისტი მოიწვიოთ და ეს ჯანდაცვის გაუგებარი სქემა აიხსნას. სასწაული ხდება ამ მიმართ, განათლება ნახეთ რა ხდება, თორე მე არავისისტი არა ვარ, მე ჩემი ქვეყნისტი ვარ. მე მინდა აქ კარგად ვიცხოვრო, არსად წასვლას არ ვაკეთებ. გაბატონებადია ალბათ კიდე არიცით რომ ამ დღეებში თურმე მე გუშინ გავიგე ეს ამბავი და მე წუხელ ერთი სტუმარი მყავს ამერიკიდან და გავიყვანე ალექსანდროვის ბაღში და დავთვალეთ 13 კაცი რომელიც იწვა ღამე. ხო, ღამე სათევდა ეს მეც ხშირად წერდა. უსახკაროები. აბსოლუტურად ყველა ეს კი არ არიან ქართველები, აბსოლუტურად ყველა არის ჩამოსული. რომ კითხავ ირანიდან, არაბეთიდან ხო, ნუ შედარებით. მაგრამ თურმე მე არ ვიცოდი და ახლა გავიგებ კიდევ უნდა დავაზუსტოთ თუ შეცდომით მოდის პროექტი ამის გამო, მაგრამ ახლა მხოლოდ ინფორმაციის სახით რომ ჩვენებს გაუფორმებიათ ხელშეკრულება ჩინეთთან და ინდოეთთან, რომ მუშახელი ჩვენ შეგვიძლია შემოვიყვანოთ ჩინეთიდან და ინდოეთიდან საქართველოში და დავასაქმოთ რა. სხვათა შორის მუშახელს რაც შეეხება ბატონ თემურ, ესეც უნდა ითქვას ქალბატონო არა სამართლიანობისთვის, ჩვენი გარემო ხო იმით არის გამორჩეული, რომ ჩვენ ვცდილობთ არ ვიყოთ მიკერძოებულები და ვიყოთ სამართლიანები, ხო?
მე მაგალითად მიხდება ისეთ სფეროში ჩემი საქმის წარმოება, რომ მე მუშახელი მჭირდება. გაცილებით ბევრ რამეს გავაკეთებდი, რომ იყვნენ ადამიანები. ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში არის არაპროფესიონალიზმი, კვალიფიკაციის არ მქონე მომსახურე პერსონალი. მე არ ვლაპარაკობ, იმდენ 90,000 იურისტი ყავს. რაში გვჭირდება ამიხსენით 90,000 კვალიფიციური იურისტი 3 მილიონიან ქვეყანას. არ არსებობს. არა, იცით და ვინც დარჩა, ისიც ძალიან გაზარმაცებულია. სხვათა შორის უნდა ითქვას, აი სააკაშვილის ხელისუფლების დროს შემოიღეს ეს სოციალური პაკეტი, რომელიც მაშინ მე მაგალითად რაღაცაა, რომ ხალხს ძალიან ცუდი რამე მოიტანა. ეს იყო განზრახ გამიზნული ოპერაცია. ისრაელმა თავის დროს სკანდინავიის სოციალურმა პაკეტმა მოგვიტანა ის, რომ ფაქტიურად სოფელში თქვენ წარმოგიდგენიათ სოფლელი ადამიანი რომ მიდის და ფირფიტა კვერცხს რო ყიდულობს, ესეთი საქართველო წარმოგიდგენიათ იმერეთში რომ გაჩერდები სოფელში და წიწილა რო არ არის. წიწილა იმერეთში ხალხო, ეზო მიქონდა წიწილას. არაფრის კეთება აღარ უნდათ. სახში არის პენსიონერი, სოციალურად დაუცველი 3 და დამთავრდა. შემოიტანა ამაზე შეგვიძლია. ამის გაძლიერებას მინდა არგენტინის მაგალითი მოვიყო, მივიდა იქ მემარჯვენე პიროვნება ძალიან კარგი, რომელმაც ნახა რომ უიგებდნენ ხელთ იმას ხალხს და თქვა რომ ამ ფულს მე ბანკს ვაძლევო, რომელიც რომ ხალხს დაასაქმებსო და ადამიანები რომლებიც მართხოვრო იმას იღებდნენ მიცა ისეთი ხელფასი რომ თანაც ამ პაკეტში ბატონო წინააღმდეგი იყო თავიდან ყველა რეფორმა. არა, ყველაზე მთავარი რა არის ახლა ამ პაკეტში, ამ სოციალურ პაკეტში როგორ ხალხს აძლევდნენ დახმარებას და შემდეგ რა დღეში იყო ეს ხალხი? ესე იგი არ უნდა განვითარებულიყო არა ქათამი, არა ძროხა, არა სარეცხის მანქანა, არაფერი ხვდები? ეს იყო დახმარება, ეს არის ადამიანების განვითარება. ანუ ბევრი მოუგვარებელი ჩვენს ქვეყანაში იმას რომ თქვა ვინც იმას რა ქვია ქიმიას არ იყენებს, იმას არ უზრუნველენ. კი ბატონო, და ყველაზე მთავარი ხა წეღან თქვენ რომ ბრძანეთ შემოსულ მუშახელზე. მე უკვე ვიცი შიდა ქართლში რამოდენიმე დიდი ფერმერი, მეწარმე ადამიანი, რომლებსაც აქვთ ხილის ბაღები და 1000 რაღაც, რომლებიც პაკისტანელებს ამუშავებენ და არიან ძალიან მადლიერები და მეც კი მითხრეს რომ არ გინდა ქართველები არ ეძებო მოიყვანე პაკისტანში. სასიამოვნო ინფორმაციას არ გვაძლევ, მაგრამ მე ასე გავიგე რომ ქალბატონმა ლუარამ დაასვა შეკითხვა. არა, აღწერა იმ სიტუაციის რაც არის, კიდევ ბევრი სხვა რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ქალბატონი ლუარას შეკითხვა მე გავიგე მიზეზი რა არის ამისიო, ხო და მიზეზი გაცილებით მარტივად, ნახა მე ეკონომისტი არა ვარ და ეკონომიკის რაღაც დეტალები შეიძლება არ ვიცოდე, მაგრამ მიზეზი აი რო გადახედოთ ახლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს, ხო? ეკონომიკის, აი რაც თქვენ თქვით, ეკონომიკური ზრდა, ხო? ეკონომიკის, ასე ვთქვათ, სიძლიერის დახასიათებისთვის არსებობს ერთი პარამეტრი, რომელიც ყველა მოქალაქემ შეიძლება გაიგოს და ეს არ არის ეკონომიკური ცოდნა, ამას ჩემნაირი უვიცი ეკონომიკაში ისიც გაიგებთ. ეს არის საერთო შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით. ახლა რატო ერთ სულ მოსახლეზე? იმიტომ რომ საერთო შიდა პროდუქტი ახლა ჩინეთში 1,5 მილიარდი როა მოსახლეობა, იქ დიდი იქნება ბუნებრივია, მაგრამ თითოეულ მოქალაქეზე რამდენი მოდის, ხო? ახლა ჩინეთს საქართველოზე მეტი ექნება, მაგრამ საქართველოში თითო მოქალაქეს შეიძლება მეტი აქვს ვიდრე ჩინეთში. აი ეს არის მთავარი მაჩვენებელი. ახლა რო ნახოთ რეიტინგი ქვეყნების ესე იგი, აი რომელ ქვეყნები არის ყველაზე მაღალი. აი უცნაურ რაღაცას აღმოაჩენთ. არის კატეგორია ქვეყნების, ეს არის ევროპის და ჩრდილო ამერიკის განვითარებული დემოკრატიები, ის ქვეყნები, რომლებიც პირობითად რო ვთქვა, ჩვენ რო იმათ შევნატრით და აი ეს ემიგრაციაც ძირითადად იმ ქვეყნებში მიდის და ვინც მიგვაჩნია წარმატებულ ქვეყნებად. და მათ გვერდით, ანუ აი ესე მოდის ერთი ესეთი ქვეყანა, მეორე არის რაღაც აზიური და რაღაცა ქვეყნები, რომლებშიც არის ესე იგი ძალიან მაღალი და აი რასაც თქვენ ამბობთ ზუსტად, გადანაწილება ამ ტიპის ქვეყნებში, დემოკრატიულ დასავლურ ქვეყნებში და იმად არის სრულიად სხვადასხვა. აი ხა პოსტსაბჭოთა სივრცეში რო ავიღოთ, საქართველოს დღეს აქვს $7,500, ხო? GS-ა ერთ სულ მოსახლეზე მე მგონი. ეს კიდე როგორი ანგარიში. ხო, არა, დავუშვათ, ახლა მე ყოველთვის იმას შვები ხოლმე, ეს არსებ მინიმუმს ამბობ? არა. საერთო შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე.
ეხლა ჩვენ დროს ჩვენი აი ხა ბიჭო ისო კრიტიკას ის დაინგრა და სამუშაო არ იყო $500 იყო ერთ სულზე 90-იან წლებში და რაზეა ლაპარაკი დღეს ამხელაა და ხალხს არ ეტყობა და იმის კრიტიკა ხო და დიახ აგაშენებთ ღმერთი ხო და აი ხა პოსტსაბჭოთა ქვეყნები რო ავიღოთ მაგალითად თურქმენეთს ჩვენზე მაღალი აქვს ეს ერთ სულ მოსახლეზე აქვს 15000 თუ რაღაცა ჩვენ იმის ნახევარი გვაქვს მაგრამ მოქალაქის კეთილდღეობა რო შევაფასოთ ჩვენი მოქალაქე თურქმენეთის მოქალაქეების 90%-ზე გაცილებით უკეთ აი ჩვენ ხო გვიჭირს მაგრამ ის თურქმენიში შიმშილით კვდება ხალხი ხო ეხლა რატომ ეს არის სოციალური სტრუქტურის შედეგი აი როგორი საზოგადოება არის საზოგადოება სადაც არის კლასი გაბატონებული და დანარჩენი მოსახლეობა არის ფაქტიურად მონის მდგომარეობაში და დემოკრატიულ ქვეყანაში ასე ვერ მოიქცევი ეხლა ისა ხო და ერთი წუთი აი მაგას მივალ მანდამდისაც რა ცოტა ბევრი არ მჭირდება მე რამდენიმე წინადადებით მივალ ეხლა ზოგს რო გონია რომ საფრანგი აი ხა სულ თავრობის კრიტიკა მიდის და აი მათ ეს გააკეთეს ეს ხა ქალბატონმა მან მედეამ რამდენი რამე თქვა და ყველაფერი სწორი იყო აბსოლუტურად რომ ეს თავრობა ასე უნდა იქცევდეს არ მოიქცევა მთავრობა თუ არ აიძულე ეხლა საფრანგეთში კარგი მთავრობა კი არ არის უფრო ადამიანი ყველა ეგოისტია და რის შესაძლებლობასაც მისცემ თავისი კეთილდღეობისთვის ამას გამოიყენებს უბრალოდ ფრანგი ხალხი მიჩვეულია სხვანაირ ცხოვრებას და ის იმ მთავრობას ამის უფლებას არ მისცემს იმიტომ რომ იქ რეგულარული არჩევნები ტარდება არის პოლიტიკური კონკურენცია და ამ კონკურენციაში ესე იგი მთავრობა რომელიც ამას ასე ვთქვათ ვერ გააკეთებს კარგად არა კარგათაც კი რო აკეთებს რაღაცა დროის შემდეგ ბეზრდება ხალხს და მაინც ოპოზიციას ირჩევს საქართველოს ასე ვითარდებოდა პოსტსაბჭოთა პერიოდში იყო გვარი მაგიდა იქ მერე ცუდი ამბავი მოხდა გადატრიალება მაგრამ დარწმუნებული ვარ გადატრიალებაც რომ არ ყოფილიყო რაღაცა პერიოდში იქ მაშინ აქტუალური იყო თავში ეს ეროვნული ლოზუნგები და ბუნებრივია ზეად გამსახურდია ეროვნული ლიდერი იყო და ისა მაგრამ რაღაცა დროის მერე ხალხი იმ ეკონომიკითაც დაინტერესდა ანუ ეს ცვლილებები მაინც მოხდებოდა 2012 წლამდე საქართველოში პოლიტიკა ვითარდებოდა ასე მოდიოდა რაღაცა მმართველი პარტია ორ საპარლამენტო ვადას იგებდა მაქსიმუმ. მერე მოდიოდა ახალი, ხო? აი 2012 წლიდან ანომალიური განვითარება დაიწყო. მოვიდა პარტია და მეოთხე არჩევნები აქვს უკვე მოგებული. არა და მართლა მოგებული აქვს ახლა. მე ის ნაცი ხო არა ვარ რომ გამოვიდე და თქვა რომ არ ვაღიარებ და რაღაცა. რამდენიც არ დაილაპარაკონ ახლა ქუჩაში 10 კაცი რო გააჩერო 10-დან 9 გეტყვის რომ ნაცსა და ქართულ ოცნებას არჩევნებანი რო კონდეს მეც რომ მითხრან მეც მე არა ვარ მე არ თვლი თავს ქართული ოცნების ხარდამჭერად მაგრამ მაგორ შორის რომ კონდეს ხო იმიტომ რომ არსებობს ესეთი გამოთქმა ნაკლები ბოროტება, ხო? ერთი უარესია, მეორე არც ერთი არ ვარგა შეიძლება, მაგრამ რომელზე უარესია, ამაზეა ლაპარაკი. ხო და ეს ანომალიაა, ესე იგი, ქართული პოლიტიკური, ასე ვთქვათ, სპექტრის განვითარება შეჩერდა. საქართველოს არის დღეს პოლიტიკურად რა მდგომარეობაში იცით? ავტომობილი, აი ბუქსაობას რო ეძახიან, აი ვითომ მოტორი ტრიალებს, ბოიბორბლები და ხო რატომ? იმიტომ რომ აი ეს დემოკრატიული გზა, რომელიც დაიწყო 90-იან წლებში და რაც მე ვთქვი და მე არ მაცალეს აქა და რაღაცა და ის იყო და ეს დაინგზა. ბიჭო, მაშინ მართლა ინგრეოდა ქვეყანა, ობიექტური ვითარება იყო ასეთი კომუნისტური სისტემა ჩამოინგრა და იმაში პოლონეთში და ჩეხეთშიც დაბალი დონე იყო ცხოვრების 90-იან წლებში. ეს იყო ობიექტური ვითარების შედეგი. აი დღეს თქვენ რასაც ამბობთ, რომ თითქოს ცხოვრების დონე თლიანობაში არ არის დაბალი აიწია ეკონომიკური ზრდა არის, მაგრამ ხალხის კეთილდღეობაზე, კეთილდღეობაზე არ აისახება. იმიტომ რომ რაც ბატონმა თებურმა თქვა, კონკურენცია ქმნის ამას. და პირველ რიგში ეკონომიკაში კონკურენცია მაშინ იქნება, როცა პოლიტიკაში იქნება კონკურენცია. დღეს ესე იგი, ჩვენი პოლიტიკური პროცესი 2012 წლიდან წარმოადგენს აი ესეთ რაღაცა, ასე ვთქვათ, აი ბუქს გაჭედილია რაღაცა. ბატონო ირაკლი, ეხლა არ მითხრათ, რომ გფიქრობთ, რომ ეს შემთხვევითი ეს აქ მივიდა უკვე ამორჩეველი, შეგნებული ამორჩეველი იმ დასკვნამდე, რომ ეს არის კარგად გააზრებული კოჰაბიტაცია.
შეიძლება ისა ერთნი არიან კარგი მოდით ისა თუ დამაცადეთ ცოტა ხანი ქალბატონო არა მე დიალოგის მომხრე ვარ და კარგი შენიშვნა იყო თქვენი მაგრამ მე საერთოდ არა ვარ რას ეძახიან ამას იმისიო რა ქვია კრიმინოლოგი კი არა კაცო მის კონსპიროლოგი, ანუ კონსპირაციული თეორიები არ მიყვარს. რატომ არ მიყვარს, იცით? იმიტომ კი არა, რომ შეთქმულებები არ არსებობს. არსებობს, მაგრამ შეთქმულებით შენ უარგისობას ვერ ახსნი. ვიღაცამ ეს რო დაგეგმა, ხო? შენ თუ კაი ბიჭი ხარ, ჩაუშალე, მე ის დაგეგმილი. იმან რო დაგეგმა, შენთვის რატოა ეს განაჩენი, ვერ გავიგე. აი, ეგ იყო ჩვენ ეროვნულ მოძრაობასაც ჭირდა. კრემლმა ასე გადაწყვიტა. ლიდერები თვითონ იგივე ზვიადი, გიაჭანტურია ცხონებული გამოვიდოდნენ და კრემლის გეგმაა ეს. კაცო, იყოს კრემლის გეგმა და შენ გააკეთე იმის საწინააღმდეგოს, იმ კრემლის დაკრუზე რატო თამაშობ, ვერ გავიგე. თუ იცი რომ ის მტერია და ის შენთვის ცუდს წყვეტს, შენ გააკეთე ისე რომ ხო. დიახ, აი ჩემი პრინციპი არის ყოველთვის ეს, რომ ერთი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ დაგეგმილ საქმე შეიძლება ყოველთვის ადამიანთა სხვა ჯგუფმა ჩაშალოს. ანუ ეს რომ ვიღაცამ ეს დაგეგმა და ვიღაცები ამით კმაყოფილდებიან, იტყვიან რომ აი ეს ის არის განზრახ ვიკეთებენ. გიკეთებენ და შენ ნუ გააკეთებინებ მერე. ეხლა რაშია იცით საქმე? ხო და აი ეს არის მეტი არაფერი. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ქართული პოლიტიკა აი იმ კონკურენტულ გარემოში, აი რაც ბატონმა თემურმა რითაც დაიწყო და რატო გავამახვილე მე იმაზე ყურადღება. ჟიული შარტავას გამოსვლაო. ბიჭო, ის ჟიული შარტავა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ, სადაც შეეწირა კიდეც ამ ამბავს, დანიშნა სახელმწიფოს მეთაურმა. ასე იყო. თემურ შაშიაშვილი გუბერნატორად დანიშნა სახელმწიფოს მეთაურმა და თემურ შაშიაშვილმა რომელიღაც ერთ-ერთი განკარგულება სახელმწიფოს მეთაურის სასამართლოში გაასაჩივრა. ეხლა ბიჭო, რა უშლის სახელმწიფოს მეთაურს, რომ ასეთი ურჩი ჩინოვნიკი ერთი განკარგულება იყო საჭირო თემურ შაშიაშვილი განთავისუფლებულია თანამდებობა. მაგრამ არ ხდებოდა ეს იყო შეგნებული პოლიტიკა, რომ საქართველოში ყოფილიყო კონკურენტული. ხო, ეხლა ბატონი ბახში მე რო გავედი და ეკონომიკაზე და იმაზე ვაპარაკობდა ისიც, აი ხა, რაც იქ ციტატა მოიტანა, რომ უნივერსიტეტში შეკრიბა ხალხიო და თქვაო, რომ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა ნიშნავს, რომ მცირე ნაწილი გამდიდდება და ეს არის აბსოლუტური სიმართლე. ეხლა სააკაშვილის ნაირი პოპულისტი ასეთ რამეს არასდროს არ იტყოდა, იმიტომ რომ წამგებიანია, ხო, ხალხს ეუბნები, რომ ისეთ რამეს ვაკეთებთ, რომ გაღარიბდებით. კაცმა სიმართლე თქვა, სხვანაირად კაპიტალიზმში ვერ გადავიდოდით და ის კომუნისტური ეკონომიკა განწირული იყო, სადაც კომუნიზმი დამყარდა, ყველა ქვეყანა განადგურდა და ჩვენ რა გამონაკლისი რა ვიქნებოდით. ხო და ეს უნდა დაგვეძლია და ის პრივატიზაცია იყო აბსოლუტურად სწორი პროცესი იყო. და ეხლა რატომ გაჩანაგდა, ბიჭო? გაჩანაგდა ჯერ ერთი იმიტომ, რომ იყო პრივატიზაციაც ნაცნობობით იყო, ბატონო. რა მნიშვნელობა აქვს? ой, ვაიმე, რა მნიშვნელობა? ქუჩიდან მივიდოდა პრივატიზაციას მის. არა, ერთი წუთი. აუქციონი, აი მე ჩემი ქონება დღეს თუ აგერ ბატონ თემური ბიზნესმენს მეძახით, სასაცილოა ჩემი ბიზნესმენობა, იმიტომ რომ 2 კაპიკის პატრონი ვარ, მაგრამ ის 2 კაპიკიც რომ მაქვს აბსოლუტურად, ესე იგი, აუქციონი გამოცხადდა, ავიღე ფული რაც მქონდა და შევიტანე და რაღაცა მერგო. აი რომ მერგო ის, მე ირაკლი მაჭავარიანი რო ვარ და მენეჯერული რაღაც თვისებები გამოვავლინე, კი არ დავშარე ის შენობა და აგურები კი არ წავიღე სახში. ავდექი და განვავითარე, ხო? ეს უკვე იმ მესაკუთრის გადასაწყვეტია, გესმით? მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჯობია რომ მესაკუთრე იყოს კერძო პირი, ვიდრე სახელმწიფო. სახელმწიფო ქონება ეს არის უპატრონო ქონება. და ის რომ უპატრონოდ დარჩენილიყო, ამას პატრონი თუნდაც ცუდი პატრონი გაჩენოდა, ეს 1000 წილად ჯობდა და აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იყო. ამიტომ ისევ იმ რეზუმეს გავაკეთებ ბატონო თემურ, რომ აბსოლუტურად დაუბრუნდები აი რაც გასვლის წინ რაც თქვია რა, რომ ესე იგი საქართველო 1992-დან კი არა, მანამდესაც გამსახურდიას დროინდელიც ავიღოთ, 1990 წლიდან 2003 წლამდე წარმოადგენდა მატარებელს, რომელიც იდგა რელსებზე და მიდიოდა სწორი გზით. 2003 წლიდან ეს მატარებელი გაუშვეს სუბსკრულში და სანამ ამ მატარებელს არ შემოაბრუნებთ და ისევ რელსებზე არ დავაყენებთ, არაფერი არ გამოვა, იმიტომ რომ რაც ქალბატონმა მედეამ ისაუბრა, ყველაფერს ვეთანხმები. მაგრამ ამას აკეთებს კონკრეტული მთავრობა.
მთავრობა და ხა ეს მთავრობა ასე აკეთებს და რა ვქნათ ახლა მე არასდროს აი მაშინაც კი როცა კომუნისტური წყობა იყო და არჩევნები არ ტარდებოდა ხო არ ტარდებოდა რაღაც ფორმალური არჩევნები იყო გახსოვთ ხო მაშინაც კი ყოველთვის აი დისიდენტური ის რო იყო ფრთა ეროვნულ მოძრაობაში მათი საყვარელი ლოზუნგი იყო მოვითხოვთ ხელისუფლებისგან მე არ მიყვარდა ეგ ლოზუნგი თუ არ მოგწონს მაშინ შექმენი პარტია შენ თვითონ გახდი ხელისუფლება და მე არაფერს არავისგან არ მოვითხოვ დღეს ვინც არის ხელისუფლებაში როგორიც არის ისეთია და ეხლა მე რომ მოვითხოვ უკეთესი გახდება თუ რა ო ამიტომ უნდა ჩვენი პოლიტიკა მოვაწესრიგოთ ისე რომ შევქმნათ კონკურენტული გარემო, აი ეს როგორც ხალბატონმა მედეამ ბრძანა, კოჰაბიტაციაო, აი ეს ორი რაღაც ბანდის რაღაცა ასე ვთქვა თამაში, ეს უნდა დავასრულოთ, ორივე დავმარხოთ და მოვიყვანოთ აგერ ბატონ თემურისნაირი, აი ჩემზე არაფერს არ ვისქება არ მინდა, ასეთი ხალხი მოვიყვანოთ ხელისუფლებაში, რომელიც მაგ კონკურენტულ გარემოსაც ქნიდა ყველაფერს და აი ეს დოვლათი მაშინ აი ხო გითხარით ორი ტიპის ქვეყნებია დოვლათი შეიძლება ერთნაირი კონდეს ერთგან ხალხი კარგად ცხოვრობს მეორეგან მათხოვარია მოგლეთ შედგა შედგა 1%-ის ხელშია ყველაფერი და ვიტყვით ბატონო ირაკლი დისკუსიაში არ შემოვდივარ იმიტომ რომ დრო იწურება და ის გასაღები მანდარი მე ამის ჩვენ ვისაუბროთ დილამდე შეგვიძლია ჩვენი შედგა მძიმე საუბარი გარკვეულად წინააღმდეგობრივი მაგრამ სასარგებლო ფიქრის ამღვრელი ძალიან დამაფიქრებელი ყველასთვის ჩემთვის ხვებისთვის ვინც უყურებდა ამას არ მინდა ჩვენ ეს დადგმული სპექტაკლები რო ის ლამაზად აიმეტე საბჭოთა ტელევიზია არ არის ახლა და წასული ბატონი ვახში გასული ახლა და მართავს იქედან და ის რა თქმა უნდა გამორთავს ახლა იქეთ მარტო იმიტომ კი არ გავიდა რომ რაღაც არამედ ის ვალდებულება იმას აქვს აღებული რომ ჩვენი მორიგეობა ხვალ ქალბატონი მედიას ისე იმის ისე გამას და ასე შემდგომ და ასე კი ბატონო ყველა უბრალოდ ერთი რამ აი აგერ ორი დირექტორი აი ნახეთ როგორ არის თქვენ კარგი რამე თქვით აი ორი პიროვნებაზის აგერ ორივენი არიან სააქციო საზოგადოების დირექტორები ანუ ერთი კი არ არის ერთი შეიძლება და ყოფილიყო ჩვენ ვაუდე ორი და კიდე მესამე შეიძლება დაინიშნოს ანუ რეალურად ისინი გარკვეულწილად ხო ხედავთ რომ ძალიან საინტერესო განათლებული ყველაფერი მაგრამ ასე ადვილი არ არის ის ფიქრობს რომ კიდე სხვა დირექტორიც არსებობს მოკლედ ხალხი დაამშიეს და დაუძლურეს და ადვილად მართავენ იყო ამერიკის პირობებშიც იყო ძალიან რთული პერიოდი მაგრამ გამოვიდა პრეზიდენტი და თქვა ამ პრეზიდენტობის კანდიდატი ორჯერ რეიგანმა თქვა არ მოусმინეს ერთხელ თქვა ამერიკის წინაშე არის რთული კრიზისი იყო გარკვეული მაშინ და თქვა იყო კრიზისი და თქვა რომ ამერიკის წინაშე ძიმე კრიზისია მაგრამ ან კუჭი იმარჯვებს გონებაზე ან გონება იმარჯვებს კუჭზე თუ კუჭმა გაიმარჯვა გონებაზე ამერიკა დასრულდება არ მოусმინეს ერთხელ გამოვიდა მეორედ თქვა იგივე არ მოусმინეს გამოვიდა მესამედ და კაცურად თქვა გინდა ამირჩიეთ გინდა არა მაინც იგივეს ვამბობ ამერიკის გამარჯვება იქნება მაშინ როცა გონება გაიმარჯვებს კუჭზეო და კუჭიც იქნება გამართული და ვიცხოვრობ კარგად დიახ გონება რო იმარჯვებს კუჭსაც რა თქმა უნდა თორე სადაც კუჭმა გაიმარჯვა იქ გონებაა დახშული საქართველოში დღეს კუჭია გამარჯვებული გონებაზე აი ინტელექტუალური რევოლუცია ნიშნავს იმას რომ გონებამ გაიმარჯვოს კუჭზე და ყველა კმაყოფილი იქნება კუჭიც ნებისმიერი სხეული ადამიანი იქნება კმაყოფილი ოჯახი იქნება კმაყოფილი ქვეყანა იქნება კმაყოფილი და ჩვენ ვიცხოვრებთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში ამ ქვეყანაში სადაც ასეთი წყალი მიწა ჰაერი სითბოა სადაც ასეთი ბუნებრივი რესურსებია სადაც ასეთი ადამიანური რესურსია სადაც ასეთი ინტელექტუალური რესურსია და ხაზგასმა მინდა გავაკეთო გეოგრაფიული პოტენციალი ჩვენ ცუდ ადგილზე კი არ ვცხოვრობ, ჩვენ ვცხოვრობ გადასარევ ადგილზე, აზია-ევროპის გასახარზე. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ასე ბევრს არ აქვს ზღვით კავშირი ოკეანესთან. ჩვენ ღია ქვეყანა ვართ. ჩვენ მარტო ყველაფერს თავი და შავი ზღვის აუზის ქვეყნების, რომელიც თუნდაც აი ქონდა მაშინ აღებული და შეიქმნა ეს კურსი, რომ შავი ზღვის ქვეყნები. აი დღეს ეს რო გავაკეთოთ, შავი ზღვიდან შეიძლება დაიწყოს მსოფლიო მშვიდობა. და ამიტომ დიდი მადლობა
მადლობა ქალბატონი ლუარაც გავაცილოთ ჯდება უკვე ავტობუსში გული მწყდება ძალიან რომ ასეთი ქალბატონი მიდის იტალიაში მაგრამ გვიტოვებს კარგ ძინს ემიგრანტს დაახლოებით 50 წელი იქნება ჩვენთან ტელევიზიაში და ვისაც შეუძლია ჩუქნის და გვეუბნება რომ ეს იქნება ჩემი გარკვეულწილად მხარდაჭერა ტელევიზიისთვისო და ძალიან კარგი. შემოწირულობა ტელევიზიას და მინდა არის 2-3 წუთი. სამიანი განცხადება გავაკეთო. ემიგრაციის თემაზე 2-3 გავაკეთო ემიგრაციისთვისაც და საქართველოში მყოფ მოქალაქეებისთვისაც ვინც დაინტერესებით ემიგრანტი იქნება ცოტნე დადიანის 26-ში მომგზავრდით ვისაც სული გექნება შეგიძლიათ აიღოთ აქ და თქვენი ამ წიგნის ღირებულებით ტელევიზიასაც დაეხმაროთ. ერთი აქციის ღირებულებისა 50 ლარი. ყველას ვინც დაინტერესებით და წაიღებთ ამ წიგნს მეცნიერთა. ბევრს აყურებინეთ ეს გადაცემა. ბევრს არ მოეწონება, მაგრამ ბევრი დაფიქრდება. ჩვენ გადაცემაში მოწვევისათვის დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, ქალბატონო მედია, ჩვენ დილამდე შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ სამწუხაროდ საეთერო დრო ამოიწურა და ეხლა საეთერო დროც ამოიწურა რა ბატონი ვახში და ქალბატონი მედია ერთობლივად ეხლა გაგვიყვანებენ ეთერიდან ჩვენ და ეგ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ასე ვთქვი. წარმატება მინდა გისურვოთ, სიკეთე მინდა გისურვოთ და ქართულ ტელევიზიას გაძლიერება მინდა უსურვო, იმიტომ რომ ეს ტელევიზია არის ხალხის სამსახურში და სწორედ აი ამ ტელევიზიას სად მოისმენ ამნაირი განწყობის საუბარი. თანაც ერთი გუნდის წევრები ვართ, აი ამაში ესე. და ის ეროვნული სული აქტრიალებს, რომელიც დღეს ქვეყანას ჭირდება. დიდი მადლობა მაყურებელს, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.